მოგესალმებით. Განვაგრძოთ ჩვენი ტრადიციული საუბრები წმინდა წერილის შესახებ, კერძოდ ჩვენს ნაცნობს ვეხებით, რომელიც ძველი ახლის საღვთო ისტორიას გულისხმობს, საუბრობთ მამამთავარ აბრაამზე. ჩვენ შევჩერდით წინათხრობა შევაჩერეთ იქ, სადაც აბრაამს აქვს საოცარი გამოცხადება, რა გამოცხადებაც იკონოგრაფიაში ფართოდ არის ასახული. ვისაუბრეთ ამის შესახებ. დღეს ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. ორი ნაწილად დაიყოფა ჩვენი საუბარი. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ იმ დეტალზე, რა დეტალსაც წმინდა წერილი გვთავაზობს ამ საოცარ მამამთავარს კიდევ ერთხელ ძალიან ღრმად და ძალიან დიდი სულიერებით წარმოგვიდგენს. ხოლო მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ისეთ ტრაგედიაზე, როგორც გახლავთ სოდომისა და მისი მიმდებარე ქალაქების დაქცევა განადგურება. დავიწყოთ თავიდან და მაგავაკეთოთ წინა შეხვედრასთან, ჩვენ ვთქვით, რომ სამი ანგელოზი მივა აბრაამთან სახლში, მოდი ისინი ანგელოზებად სახელდებულები არ არიან, სერია კაბალონელი პირდაპირ მიუთითებს, რომ პირველად ტერმინ ანგელოზის ხსენება ხდება, როდესაც ისინი გაშორდებიან აბრაამს, აი აქ ორი ანგელოზი ჩავიდა, ჯერ წერია რომ ორი წავიდა, ესე იგი ლოთისაკენ და შემდგომ თხრობაში, როდესაც უკვე ლოთთან უნდა მივიდნენ, წერია რომ ორი ანგელოზი არის. ტერმინოლოგიურად ანგელოზის ხსენება წმინდა წერილში აი აქ ხდება სწორედ პირველად. ახლა ყურადღება რას მინდა მივაქციო? ყურადღება მინდა მივაქციო იმას, რომ აი აბრაამი დარჩა მარტო. აბრაამი დარჩა მარტო დარჩა როგორ? აი იმ ერთთან, რომელიც ანტიოქიის სკოლა ამბობს, რომ ეს იყო სწორედ სიმბოლო და სახე და წინა სახე განკაცებული ღმერთისა, ხოლო ის ორი მსახური ანგელოზები იყვნენ და სწორედ მასთან დაკავშირებით ნათქვამი, რომ მიუხვდა აბრაამი უფალს, რომ დაიწყო აბრაამმა უფალთან საუბარი. ხო, უფალთან საუბარი დაიწყო, ამას ჩვენ ძალიან ღრმად გამიხილავთ და პირველი ნაწილი ამის თუ სჭირდება სწორედ აი აბრაამის აბრაამის მდგომარეობის წარმოსაჩენად. ჩვენ კეთოთ შევეხებით ისეთ უდიდეს ასკეტურ ღვაწლს, როგორც გახლავთ ლოცვა, რა არის ლოცვა და ყოფილიანად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე, ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი რაც არის, იმას აუცილებლად ავნიშნავთ. სანამ აი ეს ლოცვა დაიწყება, სანამ ეს ლოცვა როგორ არის წარმოქმნილი წმინდა წერილში, ღმერთი ამბობს, რომ როგორ დაუმალო აბრაამ ჩემს მორჩილსის გაკეთებასაც ვაპირებ, ის განხო დიდი ხალხი წარმოვადგინო ასავლის ხალხებს სიმართლით ცხოვრებას. ანუ რაღაცნაირად უკვე შესავალში გვეუბნება წმინდა წერილი ისეთ რამეს, რომ რაღაცას რადიკალურს აპირებს ღმერთი, რაღაცა მნიშვნელოვანს, რაღაცა არნახულის გაკეთებას აპირებს ღმერთი, მაგრამ ამას არ გააკეთებს აბრაამთან, ასე ვთქვათ, აი ურთიერთობის გარეშე. წმინდა იაკობ მოციქული აბრაამს უწოდებს ღვთისმეგობარს. და ეს არის ძალიან დიდი პატივი ადამიანისათვის, როდესაც ხდება, როდესაც მას ეწოდება მეგობარი ღვთისა. რაღაცა აზრი ჩვენ გვახსენდება მართალი ლაზარე, რომელიც უყვარდა ქრისტეს და რომელიც აი ასე თქვენ იცით, რომ არის კიდეც გამოსახულება, სადაც მაცხოვარს აი ძმაკაცივით ხელია გადახურული ლაზარეზე. ძმაკაცი ორი მეგობარი დგას, იესონ ნაზარელი და ლაზარე და ლაზარე მეგობარია ღვთისა. მე ხშირად მიფიქრია ხოლმე ამ ხელას სიხარულია რომ ღვთის ძმაკაცი ხარ, უფლის ძმაკაცი ხარ, უფლის მეგობარი ხარ. ამაზე დიდი ძალა და ამაზე დიდი სიხარული რომ უნდა ქონდეს ადამიანს. და ხშირად ამბობ ხოლმე რომ ასი აქ ხელი გადახურული ქრისტეს ყველაზე აბსოლუტურად ყველაზე საკითხის სხვა მხარეა ჩვენ ვიტოვებ თუ არა აი ამ გადახოვას და რამდენად ვირგებ და რამდენად შეგვიძლია ჩვენ თვითონ მეგობრობა გავწიოთ მასთან. ახლა თვითონ ტერმინი მეგობარი ძალიან საინტერესოა, ძალიან შორს ვერ წავალთ, უბრალოდ ერთ სიტყვით რომ იმდენად რამდენადაც იაკობ მოციქული საუბრობს აბრაამზე და საუბრობს იმ ეპოქაზე, რა ეპოქაშიც აბრაამი მსახურობდა, ეს მეგობარი უნდა იყოს ყველაზე დიდი საფეხური, რომელიც შეიძლება აბრაამს განეკუთვნოს და რატომ. ჩვენ გვაქვს მოდი ასე ვთქვათ, პირობითად სამი საფეხური ღმერთთან ურთიერთობისა, ეს არის მონობის საფეხური, რომ ადამიანი არის მონა ღვთისა, მეორე საფეხურია, რომ ადამიანი არის მეგობარი ღვთისა და მესამე საფეხურია, რომ ადამიანი არის ძე ღვთისა, ანუ უშუალოდ შვილი ეშვილება ღმერთს. იმდენად რამდენადაც მეგობრებო ძეობა აგვიდგინა და დაგვიბრუნა ჩვენ განკაცებულმა ღმერთმა, ძეობა დავკარგეთ ჩვენ ადამიანის ცოდვის შედეგად და კვლავ ეშვილეთ, ანუ კვლავ ასე ვთქვათ, აი ამ განხრთობის შესაძლებლობა დაგვიბრუნა ჩვენმა მაცხოვარმა, ამიტომაც ძველი აღთქმის ეპოქაში, ანუ იმ ეპოქაში, სანამ
მაცხოვარი განკაცდება და სანამ მოხდება აი ამის აღდგენა, ეს მეგობარი არის ის მაქსიმალური საფეხური, რაც შეიძლება ადამიანი მიუახლოვდეს ღმერთს. აი აბრაამი ამ საფეხურზე დგას სწორედ. რატო ვამბობ ახლა ამას მე? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ღმერთი ეუბნება აბრაამს, აი უბრალოდ დაწერილი ამბობს, რომ ღმერთი აბრაამის ჩაურევლა და აბრაამთან აი ამ კონტაქტის გარეშე აი ამ იმას აქვია ამ საქმეს აღასრულებს, შემდგომ ეცნობება აბრაამს რა არის ეს საქმე, რაც უნდა გააკეთოს ღმერთმა. კერძოდ, მოწვდა ღმერთს სოდომელთა ღაღადი. ეს სიტყვა ღაღადი პირველად შეხვდა აბელის სისხლთან დაკავშირებით, რომ აბელის სისხლის შემომღაღადებს მე. მაშინ თქვენ გითხარით და კიდევ ერთხელ გაგახსენეთ, რომ ტერმინი ღაღადი ზოგადად სხვა ტერმინებით წვდება ასეთი მდგომარეობა წმინდა წერილში, მაგრამ როდესაც ეს ტერმინი შემოდის, რომელიც ღაღადით, ანუ აი ამ ტერმინით ითარგმნება ქართულად, გულისხმობს რაღაცა ამოძახილს, რაღაცა ამოკვნესას, რაღაცა ისეთ გაუსაძლეს მდგომარეობას, რომლის მიღმაც ღვთისჩარევის გარეშე, ანუ ადამიანური რაღაცა ჩარევა არ ყოფნის, აი რაღაცა სამართლიანობის აღდგენას და არ ყოფნის იმას, რომ აი ეს საზისღაიდეს, ბინძურისი მდგომარეობა მოწესრიგებული იქნას, ანუ სიტყვაზე თქვა, აი აბელის სისხლი ღაღადებს, როგორ შეიძლება ამ სისხლის ამ ღაღადის დაამება, როგორ შეიძლება ამ ღაღადის გაჩერება, ამას ადამიანი ვერ გააკეთებს. ეს ღმერთი უნდა ჩაერიოს უშუალოდ ამაში. რაღაცა ამდაგვარია, რაღაცა სოდომელებთან რაღაცა ამდაგვარია და თქვამი, რომ ღაღადი, ეს ღაღადი ადის უფლის ყურამდე. ახლა ჩვენ ეს ღაღადი და რატომ და რა ხდება, ჩვენ გავაჩეროთ ამაზე სიტყვა, ჩვენ როდესაც სოდომის დაქცევა შევეხებით და გარდამოცემებს შევეხებით, იქ გავიხსენებთ ამ სიტყვა ღაღადს, უბრალოდ მე რა მინდა გითხრათ, როდესაც უფალი იტყვის, რომ აი გაუსაძლესი მდგომარეობაა სოდომში და რატომაც ეს აბრაამა ძალიან კარგად იცის და ამის ეზოზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, უბრალოდ წინ ჩვენ ამიცით და ვიტყვით, რომ ესე იგი საფრთხო სამართალი, რომელიც განუყოფელია მის წყალობასთან და მის სიყვარულთან, გულისხმობს ერთადერთ ჯავს და ერთადერთ ვერდიქტს. სოდომი მიმდებარე ქალაქებთან ერთად ძირითუთ უნდა მოიწვას და საერთოდ გაქრეს მათი სახსენებელი, იმდენად მძიმე მდგომარეობა იქ, რა და როგორ ამის შესახებ ვისაუბრებთ. მაგრამ აქ ჩვენ ასე დავძრავთ ახლა სიტყვას. სიტყვას დავძრავთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამს რო ეცნობება, რომ უნდა დაიქცეს ეს ქალაქები, აბრაამი იწყებს საუბარს, აბრაამი იწყებს დიალოგს ღმერთთან და აი ამას ეწოდება სწორედ ლოცვა და აი აბრაამი იწყებს ლოცვას და ჩვენ ამ ლოცვას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჯერ ლოცვის შინაარსს დავუკვირდოთ ყურადღება და მე ვნახოთ რა არის ლოცვა ქრისტიანული ასკეტური გააზრებით, რას გულისხმობს ლოცვა, ისიხასტური გამოცდილება ამ ლოცვას რა უზებო ეს საფეხურამდე აიყვანს და ჩვენ ვნახავთ, რომ აბრაამი და აბრაამის მსგავსი დიდებული ადამიანები ძველი აღთქმის ეპოქაში სწორედ აი ამ გზაზე იყვნენ და ამ გზაზე მოღვაწეობდნენ. ახლა თვითონ ლოცვის შინაარსი რა არის? თუ შენ ღმერთი ყოვლად სამართლიანი 50 მართლის გამო დაუყავ აი ამ ქალაქებს. თავისთავად ცხადია, აბრაამა ძალიან კარგად იცის, რომ მართალს არ დაუყავს ღმერთი. აბრაამა ძალიან კარგად იცის, რომ 50 კი არა, ერთი მართალი მაინც თუ არის. იმ ერთ მართალს გადაარჩეს ღმერთი. მართლა ჩვენ ვნახავთ, რომ ლოთია გამოხსნილი, არა მარტო ლოთი, არამედ ლოთის ოჯახი, მაგრამ ვინც ამ გამოხსნას ფეხი აუწყო, ლოთთან ერთად გადარჩა და ვინც ფეხი არ აუწყო, თავისთავად ცხადია დაიღუპა. ეს ძალიან კარგად იცის აბრაამა. შესაბამისად აბრაამა ისიც კარგად იცის, რომ საფრთხო სამართალს არ ეგება, რომ მართალი დაუყოს ცოდვილის გულისათვის, ან მართალი დაუყოს ცოდვილთან ერთად. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ რაღაცა ისეთ რაღაცას ეუბნება აბრაამი ღმერთს, რაც აბრაამისათვისაც კარგად არის ცნობილი და თავისთავად ცხადია საფრთხოთვისებაშიც ეს ეხებება. მაშინ ისმის კითხვა, რატო ამბობს აბრაამი, რატო ახსენებს 50 მართალს, რომელიც ისედაც იქნება საფრთხო მხედველობის არეალში და ისედაც ემახსოვრება ღმერთს. ამიტომ სულ ყველა ერთად ამბობს, აბრაამი იწყებს ლოცვას არა მართლებისათვის, არამედ მართლებს იყენებს იმისათვის, რომ აბრაამა ილოცოს ვისთვის, ილოცოს ცოდვილი სოდომელებისათვის, ილოცოს გარყვნილი ქალაქებისათვის, იმ ხალხისათვის, რომლის მოსვლა და რომლის ამოწყვეტა აქვს გადაწყვეტილი ღმერთს. ეს არის საოცარი ადგილი წმინდა წერილში და ამას ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მეგობრებო, საქმე ის გახლავს, რომ მოდით აი აბრაამი რატო საიდან აბრაამს ეს ძალბოსილება, აი ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ამბიონიდან, ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ხოლმე და მაცხოვრის ამ სიტყვებს უკვირდებით, შეიყვარე შენი მტერი, ილოცე შენი მტრისათვის, ხო? რანაირად არის ახლა ეს შესაძლებელი, როგორ არის ეს შესაძლებელი და რა არის ეს, რაც აბრაამს აძლევს ამის უნარს სოდომელისათვის ილოცოს. წინ გეუბნებით, რომ ნებისმიერი გამოვლინება, ნებისმიერი ესა რა ქვია, აზრი
ზიზღთან დაკავშირებული, თუნდაც სოდომელი ზიზღისა, ეს არ გახლავთ ქრისტიანული, ეს ვერასდროს ვერ შეეთვისება ეკლესიას, აბსოლუტურად ვერასდროს ვერ შეეთვისება ეკლესიას. მე ხშირად მიწევს ხოლმე საუბარი და ახლაც მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ღმერთს სოდომელი უყვარს, მაგრამ სოდომურობა არ უყვარს. ავაზაკი უყვარს, მაგრამ ავაზაკობა არ უყვარს. მეძავი უყვარს, მაგრამ მეძაობა არ უყვარს. ღმერთი არის სიყვარული და ის სიყვარულია მოციქულისათვის, მართლისათვის, წმინდანისათვის, გარყვნილისათვის, ყველასთვის სიყვარულია ის. თუ ღმერთი ვიღაცისთვის სიყვარულია და ვიღაცისთვის სიყვარული არ არის, ღმერთი ვერ იქნება. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ღმერთს უყვარს ყველა, უყვარს იუდას და უყვარს პეტრეც. ყველა უყვარს აბსოლუტურად. სხვანაირად ის სიყვარული ვერ იქნება, მაგრამ ხშირად აი ამ აზრს არამართებულად გადაამუშავებენ და თვითონ რაღაცა სრულიად უსაფუძვლო პოლემიკისათვის არამართებულად წარმოადგენენ. თითქოს აი ქრისტემო მეზვერეები და მეძავები შეიწყნარო და ამაში უდევთ მზაკრობა ან განზრახული ან განუზრახველი. ქრისტემ მეძავი შეიწყნარა, თორემ მეძაობა კი არ შეუწყნარებია. ავაზაკი შეიწყნარა, თორემ ავაზაკობა კი არ შეუწყნარებია. ის ვინ შეიწყნარა ქრისტემ, ძალიან თუთ ყურადღება მიაქცია. ყველა შემთხვევაში ჩვენ იქ გვაქვს მითითება, რომ ნუღარ სოდავ. ანუ ახლა შეგიწყარე, მაგრამ ნუღარ სოდავ, ანუ შეგიწყნარე შენ პიროვნულად, მაგრამ არ შევიწყნარე შენი საქმიანობა, არ შევიწყნარე შენი აზრთა წყობა, არ შევიწყნარე ის რაც შენ სიკარგეს მიგაჩნდა. ეს კი არ გახდა ჩემთვის მისაღები, შენ თვითონ გახდი ჩემთვის მისაღები. ამიტომ როცა რაღაც დაპირისპირებაზეა საუბარი, ეკლესია უპირისპირდება არა იმას, რა ქვია, ვინც უშუალოდ დაკვნილების გზაზე დგას, ან ვიღაცა საშინელ რაღაცას ჩადის და რაღაცა ძალიან დაბალი სულიერი ცხოვრების ცხოვრობს, არამედ უპირისპირდება აი ამ პროცესს და ამ პროცესის პროპაგანდირებას, თვითონ პიროვნებებისადმი სიძულვილი ეკლესია არ და ვერ იქნება ვერასდროს. ეს ყველაფერი ასახა ა ブラ ამმა თავის ლოცვაში, ეს ყველაფერი ა ブラ ამმა წარმოადგინა თავის ლოცვაში და სწორედ ჩვენ ახლა უნდა დაუკავშირდეთ აი ამ ძალიან ღრმა ქრისტიანულ აზრს, რას ნიშნავს ლოცვა და რა შეძლო ა ブラ ამმა და ზოგადად რა საფეხურზე დგას ღვთისმეს მეგობარი. მეგობრებო, წინასწავლისა ყურადღება მივაქციოთ, რომ სწორედ ამ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ღმერთი ელაპარაკება ა ブラ ამს და ა ブラ ამი ელაპარაკება ღმერთს, ჩვენ გვახსენდება ერთი ტერმინი, რომელი ტერმინი ჩვენ უკვე ვახსენეთ ადამიანის წოდვით დაცემის კონტექსტში, რომ ეს არის რა? ეს არის ურთიერთობა, დიალოგი, როდესაც ერთი მართავს მეორეს ესმის, რა ქვია, დიალოგის შინაარსი და მეორეს სწორედ აი ამ თემაზე უკავშირდება პირველს, ანუ შედგა ღმერთსა და ა ブラ ამის შორის დიალოგი, ანუ დამყარდა მათ შორის ურთიერთობა. ახლა ზოგადად აი ასკეტულ ლიტერატურას თუ გადავხედავთ, რა იცი, ვისი სიტყვები მოგიტანოთ, ხო? აი, რა ვიცი, 90 თუ არა მეტი პროცენტის შემთხვევაში, რომელიმე მამა თუ ეხება ლოცვის სათნოებას, აი, უმრავლეს შემთხვევაში ყველა ხას უსვავს. ეს არის საუბარი ღმერთთან. აი, ეს აქ იგულისხმება ყველაზე დიდი მისტიურობა ამ ლოცვისა, საუბარი ღმერთთან, ანუ ურთიერთობა ღმერთთან. კავშირში ღმერთთან, აი ამ დიალოგის კავშირში, შესვლა დიალოგიზმი, აი ეს შემოდის, აი ეს დეტალი შემოდის, როდესაც ასკეტური სწავლება, ქრისტიანული ასკეტური სწავლება ლოცვას უკავშირდება. ახლა ნახეთ, როდესაც ჩვენ ურთიერთობაზე, ღმერთთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს. ურთიერთობა რას ნიშნავს? დიალოგი რას ნიშნავს? ორივე მხრიდან წარმოებს ის, ხო? ურთიერთობა რას ნიშნავს? ორი მხარეა ამ ურთიერთობაში ჩართული. მაგრამ მოდით მივაქციოთ ყურადღება, ანუ ამ ურთიერთობის წარმართვის დეტალებს მივაქციოთ ყურადღება. იმასაც ახლა ა ブラ ამი აკეთებს. ამ ურთიერთობის წარმართვა, ამ ურთიერთობის დაწყება, ამ ურთიერთობის წარმოება, როგორ შეიძლება მოხდეს, ნახეთ. ერთ მხარეს ღმერთია, მეორე მხარეს ადამიანი. დავანებოთ თავი ეცავს ა ブラ ამს, ხო? ა ブラ ამის დაიერზე ვილაპარაკოთ. ერთ მხარეს ღმერთია, მეორე მხარეს ადამიანი. აი ეს რომ მე პირველ მხარეს, რომ მხარესაც ღმერთია. ამ ღმერთის თვისება არის ყველგამყოფობა. არ შეიძლება რაღაცა მომენტში, სადღაც ის არ არსებობდეს, მაშინ ღმერთი ვერ იქნება. და რადგან ყველგამყოფია და რადგან მან თავის წინარე სამარადისო ზრახვაში, უმყოფელობიდან მყოფობაში გამოიხმო ქმნილება, შექმნა სამყარო და ამ სამყაროში ანგელოზი და ადამიანი, აპრიორი ჩვენ ვამბობთ, რომ მას თავიდანვე ურთიერთობა აქვს ყველასთან. ყველასთან აქვს მერს ურთიერთობა, ყველას ეხმიანება ღმერთი.
არ შეიძლება ვთქვათ რომ ღმერთი ვიღაცას ეხმიანება, ვიღაცას არ ეხმიანება. აი ეს სიხასტური ასკეტური გამოცდილება, რომლის შესახებაც მე ახლა დავიწყე საუბარი და რომლის შესახებაც ლოცვის აი ეს დეტალი უნდა გავარკვიოთ, მეგობრებო, გულისხმობს სწორედ ამას, როდესაც ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. ეს არ არის ურთიერთობა, რომელიც აი ამ სიტყვის პირდაპირ გაგები დაიწყო ერთმა და დაიწყო მეორე, მაგრამ იმ ერთს დაწყებული აქვს ყოველთვის. როგორც კი სამყარო შეეხმიან, ამ ურთიერთობაში შემოვიდა, სამყარო აი ამ ენერგიებში, ამ მადლშია, ყოველთვის ეხმიანება ღმერთი ქმნილებას. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ლოცვაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ურთიერთობაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ დიალოგზე, ძალიან გთხოვთ ყურადღება მიექცეოთ. ეს არის დიალოგი, რომელიც დაიწყო ღმერთმა კი არა. ეს არის დიალოგი, რომელიც შეადგინა ადამიანმა. ღმერთს ეს დიალოგი თავიდანვე დაწყებულია, მაგრამ მე როცა ლოცვას ვიწყებ, ამ დიალოგს ვიწყებ სწორედ მე შევდივარ, მე ვიწყებ მის შენებას. ადამიანი არის აი ამ ლოცვის დასაწყისში და არა ღმერთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ღმერთს ყოველთვის ურთიერთობა აქვს ქმნილებასთან და ელოდება რას ქმნილება როდის დაიწყებს ურთიერთობა. აი, როცა ქმნილება დაიწყებს ურთიერთობას, მაშინ დგება დიალოგი სწორედ. ამიტომ დიალოგის დაწყება, ან მისი გაწყვეტა, აი ყველაფერი მიზეზი და აზრი ადამიანშია მოქცეული. ამიტომ როდესაც ლოცვაზე საუბრობს ასკეტური ლიტერატურა, ლოცვისას აი დიდი ლოცველები ვინც იყვნენ და დიდი მამები ვინც იყვნენ, ხო, მათში ყველაზე სასწაულებრივად ეგულისხმება ის კი არა რომ ლოცვის შედეგად მყარი აღადგინა, ლოცვის შედეგად იქ წყალი განკურნა, რაღაცა თვისებები გაუმჯობესა, ლოცვის შედეგად რაღაცა საჭმელი გააჩინა და რაღაცა გველი მოაკვდინა, არა, ეს პროდუქტებია ყველაფერი. თვითონ ის ფაქტი რომ მან ლოცვა, ძლიერი ლოცვა წარმოსთვა გულისხმობს იმას, რომ დაიწყო ის ურთიერთობა, რა ურთიერთობა შეუძლია პროდუქტის სახით ეს მოქცეს. ახლა შეხედეთ პალამა თავის მოძღვრებაში პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ აი ეს ურთიერთობა, რომელი ურთიერთობაც ოდითგანვე დაწყებულია ღმერთს მას იმ წამებშიც უმყოფელობები და მყოფობაში სამყარო გამოიყო, უბრალოდ ჩვენ პირობითად ვამბობთ, რომ ადამიანი იწყებს უკვე დიალოგის აი ამ გამოკვეთას, აი ინიციატორი ადამიანი ხდება, აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ აი ეს დიალოგი შედგეს, ანუ ღმერთს ყველასთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს, ანუ ღმერთმა გაიგოს კაი გაგებით ვამბობ, ანუ ღმერთამდე მივიდეს ეს ლოცვა. იმას ყველა შემთხვევაში ესმის ეს, მაგრამ პროდუქტიული იყოს, ნაყოფისმომცემელი იყოს ეს ლოცვა, აუცილებელია ამ დიალოგის დამწყები, ამ დიალოგის პროვოკატორი ადამიანი იყოს გონებით გაწმენდილი, წმინდა გონი. ამიტომ ჩვენ ხშირად ვსვავთ ხოლმე კითხვას, ყველა ლოცვას ისმენს ღმერთი თავისთავად ცხადია არა. თავისთავად ცხადია არა. ყველა ლოცვა არის მის წინაშე შეწყნარებული, თავისთავად ცხადია არა. აი რომელი ლოცვა და გრიგოლ პალამა ბრძანებს ასეთ რამეს, რომ ის ლოცვა, რომელიც გაწმენდილი გონებიდან აღევლინება, როდესაც ნებადაცლილი გონებიდან აღევლინება. აი როდესაც ჩვენ საუბრობთ დიდ მამებზე, როდესაც საუბრობთ დიდ ლოცველებზე, უწინარესი მდგომარეობა გახლავთ მეგობრებო, სწორედ ეს, რომ მათში ხდება ძალიან დიდი ასკეტური ღვაწლის გავლა, ის შედეგადაც ხდება გონების გაწმენდა, ის შედეგადაც ხდება ის სიხასტების საკეთება, სწორედ აი ეს გონება ეს ჩაყავთ გულში და გულისხმიერი ლოცვის დაწყება გულისხმიერი ლოცვის, ანუ გულისხმიერი ურთიერთობის, გულისხმიერი დიალოგის წარმოებას ახერხებენ. ახლა ყურადღება მივაქციოთ, აი რა არის ის ლოცვის განმარტების ლოცვა რამდენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი თითქმის ყველა ასკეტმა მამამ, რომელმაც კანავს ხელი მოკიდა, თითქმის ყველა ასკეტი მამა შეეხო, რადგან გამორიცხულია ასკეტური მოღვაწეობა ლოცვის გარეშე. მეგობრებო, ასკეტიზმზე როცა ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ წვერებულშებულ, წელში მოხრილ და იმას რა ქვია, როგორ გითხრათ, მარხვისაგან ხორცს დაძაბუნებულ მეუდაბნოებ ამას. რაღაც აზრით ყველა ადამიანი არის ასკეტი. ასკეტს ნიშნავს ვარჯიშობ. როდესაც მე ვებრძვი რაღაცა ვნებას, იქნება ეს ალკოჰოლიზმის, იქნება ეს ლუდომანიის, იქნება ეს რაღაცა ვნებას, ხო? ეს ბრძოლა უკვე ასკეტიკაა. შეიძლება მე დაოჯახებული ვიყო, ერში ვცხოვრობდე და ყველაფერი, მაგრამ ჩემი არსი, ჩემი რა ქვია მოწოდები, რომ მე ღმერთთან ურთიერთობა შევდომი, ასკეტი უნდა ვიყო, ანუ უნდა სული ვავარჯიშოს, ის ასკეტს ნიშნავს ვარჯიშა. ეს ათლეტები რასაკეთებენ, ასპარეზზე გასვლისათვის მუდმივად ვარჯიშობენ, რომ ასპარეზობაზე მოიგონ ეს ისა, ხო? ეს თამაში მოიგო, ხო? ასევე ქრისტიანი თავის სულს
ყოველ წუთს ავარჯიშებს იმისათვის რომ ვნებებთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ანუ ყველა ქრისტიანი ასკეტია, იმიტომ არ წარმოიდგინოთ რომ ასკეზასაც ვსაუბრობ, ძალიან დიდ დაყუდებულ მამაზე ვსაუბრობ, უბრალოდ იმ დიდმა დაყუდებულ მამამ ამ ასკეზის ნაყოფის ჩვენება შეძლო. შესაბამისად ნახეთ, აი ყველა მამამ როგორც გითხარით, ვინმე თუ კანავს ხელი მოკიდა და ლოცვა განმარტა და ლოცვის შესახებ ისაუბრა, ყველა ძალიან საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღებას ჩვენ ყურადღებას იქცევს იოანე კიბის აღწერილის განმარტება ლოცვისა, რომელზეც ასე ამბობს, რომ ლოცვა ეს არის სინეუსიონ, ანუ თანამყოფობა ღმერთთან. აი ანუ ეს ურთიერთობა, ეს არ არის ის ურთიერთობა, აქედან რომ ვიღაცას გავძახებ და ვიღაცა რომ იქიდან გამომძახებს. ღმერთი ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ სადღაც ღრუბლებზე მაღლა წვერებიანი კაცი ზისვირი, არა, ღმერთი ყველგან არის. და როდესაც მე ლოცვას ვიწყებ, ამ ლოცვას სადღაც იქითკენ კი არ აღვავლენ. ამ ლოცვას აღვავლენ იმ ღმერთის წინაშე, რომელიც არა მარტო ჩემთან არის, არამედ ჩემში არის. და შესაბამისად, როდესაც იოანე კიბის აღწერილი მიუთითებს, რომ ლოცვა ეს არის სინაუსიონ, ანუ თანამყოფობა ღმერთთან, სინთან და უსიო არსი მყოფობა, ხო, თანამყოფობა ღმერთთან, ამ ურთიერთობის უმწვერვალეს იმას აგვი ნიშნულზე მიგვითითებს, რომ ლოცვისას ეს ხდება არა ორი ასია თავისთავადია ორი ურთიერთობა არის, ორი დიალოგი ორ შორის წარმოებს, მაგრამ წარმოებს არა რაღაცა დროსებულ განფენილობაში, არამედ წარმოებს შენში და შენთან. ღმერთი თანამყოფია ღმერთი შენთან. ახლა ჩვენ თუ პალამისტურ მოძღვრებას გავიხსენებთ, რომელმაც რეზიუმირება გააკეთა მთელი ქრისტიანული სწავლებისა, როგორც დოგმატური, ასევე ასკეტური თვალსაზრისით, ღმერთის თანამყოფობა ადამიანთან რას ნიშნავს, ამას თუ გავიხსენებთ, ჩვენ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივვალთ. საქმე ის გახლავთ, მეგობრებო, რომ აი ამ პალამისტური მოძღვრების თანახმად ღმერთთან ურთიერთობა ხდება ენერგიებში, ანუ მის მადლში. ანუ მე აი ნახეთ ერთი მამა ამბობს, რომ როგორ გავკათნიერდი და როგორ თქვა, რომ მეც და მიქაელ მთავარანგელოზის თანაბრად ვართ ღმერთისაგან დაშორებული. სინამდვილეში ეს ასია. ვინაიდან ღმერთს დროსივცული რაღაცა სივრცეში ვერ წარმოვიდგენთ. ღმერთი ყველგან არის, ანუ პლუს უსასრულობიდან 100-იც და 17-იც ხო რაღაცა ასეთ, ხო? თანაბრად არის, ხო, უსასრულოდ არის ორივე დაცილებული. ღმერთისაგან ყველა მეც და წმინდა გიორგიც ერთნაირად ვარ დაცილებული, მაგრამ ვიღაცა იტყვის და აბსოლუტურად სამართლიანად იტყვის, რომ წმინდა გიორგი უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე თქვათ, სიტყვაზე თქვათ მე. რატო? იმიტომ კი არა, რაღაცა სივრცეში მიუახლოვდა ღმერთს, არა, იმიტომ რომ წმინდა გიორგიში რა არის? სული წმინდის მადლი მეტად არის დატევნული ვიდრე ჩემში. აი ამ მეტად დამტევნელობას, სული წმინდის მადლის მოხვეჭას, აი ამ სამკვიდრებელად საკუთარი თავის გადაქცევას ეწოდება სწორედ ღმერთთან ახლო მყოფობა. ანუ როდესაც სინაუსიოზე, ანუ თანამყოფობაზე გვაქვს საუბარი, ლოცვისას ქმნილება თანამყოფობს ღმერთთან, გულისხმობ თანამყოფობაში რა, რომ ლოცვისას ადამიანში შემოდის საფრთხო ენერგია, შემოდის მადლის სული საწმინდისა. აი მეგობრებო, ეს გახლავთ აუცილებელი პასუხი და აუცილებელი პირობა იმისა, რატომ არის ლოცვა საოცილებელი იმისათვის, რომ ქრისტიანმა თავის სარბიელზე მიაღწიოს გამარჯვებას. გახსოვთ ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობთ, რომ ქმნილება თავისი არსით, ქმნილება თავისი ბუნებით არის სუსტი არსება, მას არ შეუძლია სიკეთისაკენ არ არის მიდრეკილი, რადგან ქმნილება, მშენებლობისკენ არ არის მიდრეკილი, რადგან ქმნილება, ხო, არის მოკვდავი, არის დანგრევისკენ და დაშლისკენ მიდრეკილი. რა აჩერებს, აი გავიხსენოთ, ადამის სამოთხეში შიშველია და არცხვენია. გახსოვთ ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ, რომ შიშველი რას იშავს? სუსტია და ამ სისუსტე გადაფარულია სული წმინდის მადლით, ანუ ახსავსია სული წმინდის მადლით. შემდგომ სული წმინდის მადლის გარო დაიცლება, როგორი ადამი, ისევ შიშველია, მაგრამ უკვე სწვენია, ანუ გამოჩნდება როგორი სუსტია ის. აი მეგობრებო, ლოცვა ამიტომ აი ულოცველად ვერ მიაღწევს ქრისტიანი ვერც ერთ ნებაზე გამარჯვებას, ვერც ერთ კეთილ საქმეში წარმატებას, რატომ? ვინაიდან ლოცვის გარეშე მასში არ შემოდის წყარო ძლიერების, არ შემოდის სული წმინდის მადლი, არ შემოდის ის ენერგია, რომელმა ენერგიამაც მე უნდა მომცეს ძალა მოქმედებისა და აღშენებლობისა. ანუ აი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა მეგობრებო და ახლა კიდევ ერთ დეტალს მივაქცევ ყურადღებას, რომელიც ასევე ანუ ჩვენ ეს ლოცვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვკვეთეთ ახლა რომ ლოცვა ეს არის
ურთიერთობა ღმერთთან, ეს არის დიალოგი ღმერთთან, რომელიც მარტივ ლაპარაკს, მარტივ აქიდან რაღაცის თქმას და იქიდან იმის პასუხს კი არ გულისხმობს, არა, გულისხმობს ამ ენერგიებით, ამ ძლიერებით აღსებას. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, თავისთავად ცხადია, ა ブラ ამი დაცემული ბუნებით არის, რომელ ბუნებაში სულიწმიდის მათი მაცხოვნებლობიდან ჯერ ვერ მოქმედებს, თავისთავად ცხადია, ამის შესაძლებლობა მას მიეცემა, ადამიანს მიეცემა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ადამიანს გამოიხსნის ცოდვის თხოვებისაგან და ჯოჯოხეთის ბატონობისაგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წმინდა წერილის იმ ნაწილში ან კაცობრიობის ისტორიის იმ ეპოქაში, სანამ ქრისტე განკაცდებოდა, ძველი აღთქმის ეპოქაში, ადამიანი ასე ვთქვათ, მოკლებულია სულიწმიდის მას არ არის, მაცხოვნებლობას მოკლებულია თუ სულიწმიდის მასთან, თავისთავად ცხადია მას ურთიერთობა რაღა ბევრი გავაგრძელო და ტერმინი წინასწარმეტყველი და მისი გამოსვლა სამოღვაწო ასპარეზზე, რომელიც ამ სიტყვებით იწყება ხშირად, რომ ამას ამობს უფალი ღმერთი ისრაელისა, ამას გულისხმობს სწორედ. ახლა ესე იგი, აი ეს აუცილებლობა ლოცვის საოცარ ა ブラ ამის ეს სიმაღლე, მე ვნახავთ დავითს, ვნახავთ იაკობს, ვნახავთ მოსეს, ეს ყველაფერი ამ სიმაღლეზე რატოა? მათ აქვს სწორედ ეს ურთიერთობა ღმერთთან, ის ურთიერთობა, რომელიც ურთიერთობის შედეგადაც ადამიანს ეძლევა ძალები გააკეთოს რაღაცა იმაზე მეტი, ვიდრე ის მის თვითონ ბუნების ძალმოსილებაშია ჩადებული. ახლა კიდევ ერთ დეტალს მივაგრძოთ ყურადღება, რამაც კიდევ კარგად უნდა აგვიხსნას, ეს ამან აგვიხსნა ა ブラ ამა როგორ შეძლო ამ ხელა სიმაღლეზე ასვლა, ა ブラ ამა როგორ შეძლო აი ამ ხელა ღვაწლის მომუშაკება, მაგრამ აი სოდომელებისათვის ლოცვა როგორ შეძლო. ამ განხმილებისათვის ლოცვა როგორ შეძლო, აი ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება, რომ დავწეროთ სიტყვა. ნახეთ როდესაც ხდება აი ლოცვის აი ამა გააზრებაშია და ასკეტი ანუ ქრისტიანი თავისი მოღვაწეობისას ლოცვის აი ამ დეტალს უკავშირდება როდესაც აი ქრისტიანი თავის ასკეტური მოღვაწეობისას ლოცვის ამ დეტალს უკავშირდება, აქ კიდევ ერთ დეტალს უნდა მივაქცევთ ყურადღებაზე, რაც გულისხმობს. როდესაც აი ამ ურთიერთობაზეა საუბარი, მეგობრებო, ურთიერთობაზე ღმერთსა და კნილებას შორის, აქ ასე ვთქვათ, ხდება ორი ჰორიზონტის, ორი მაქსიმალურად დაცილებული, აი დაუსრულებლად დაცილებული ორი ჰორიზონტის დაკავშირება ერთმანეთთან, ერთია კნილება და მეორე არის ღმერთი. ანუ ერთია, რომელიც არ დაწყებულა და მეორეა, რომელიც დაიწყო. მეგობრებო, აი დიდი მამები ვინც იყვნენ, ის დიდი მამები ვინც იყვნენ, ვისაც შეეძლო დიდი ლოცვა მართლა და ღრმა ლოცვა, აი რომლის რაცა ზენიტი საფეხური, მაღალი საფეხური, სიხასტური ლოცვა გახლავთ. ამ ლოცვისას მათში შემოდის საოცარი განცდა და ხედვა. გააზრება რისი ვინ ელაპარაკება ვის ძალიან ხო თამაზე ხო ყოფილა მდგომარეობა რომ ელაპარაკები შენ მეგობარს და გაბედული ხარ ხო და ხო ელაპარაკები ვიღაცა უცხო გამოჩნდა და ცოტა მოკრძალებული ხარ და ეს უცხო კიდევ ახლა თუ იცი რომ რაღაც სოციალურ მაღალ საფეხურზე დგას კიდევ უფრო მოკრძალებული ხარ თუ ხედავ რომ რაღაცა ძალიან დიდ ეპოქალურ პიროვნებას ელაპარაკები სულთლად შეიძლება ხმა ვერ ამოიღო ხო ანუ ხედავ განსხვავებას შენს და იმას შორის ვინ შენ გელაპარაკება, ვისთანაც შენ ურთიერთობა. აი ის ლოცვა, ღრმა ლოცვა, რომელსაც მე თქვენ გელაპარაკებით, აი ამ აზრს იძლევა უწნერეს ხულისა, ვინ არის ის, ვინც მელაპარაკება მე და ვინ ვარ მე, ვინც ელაპარაკება იმას, რამდენად განსხვავებულია ეს ორი ერთმანეთისაგან, რამდენად დიდია ის და რამდენად არაფერი ვარ მე და აი აქ იბადება აზრი, რომ მე ღირსი გამხადა იმან ურთიერთობისა. ვინ მე? მე ვინ ვარ? მეგობრებო, თუ გადავხედავთ იგივე ეს დღეს ავიჩენე რაღაც ეს სიტყვა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, რომ აი ჩვენთვის მაგალითები ისინი არიან სწორედ. დიდ ასკეტპამებს თუ გადავხედავთ, იქ ჩვენ ვნახავთ ასეთ რაღაცას. ტირიან თავიანთი ცოდვების გამო. ტირია რო უღირსები არიან. აი მაგალითად სისოიდიდი, ხო, გარდაცვალების წინ ტირო და ღმერთო, ცოტა დრო კიდე მომეცი სინანულისათვის და მამებს უკვირდათ გარშემოსტომარე მამებს, შენ კიდე სინანული გინდაო.
როგორ ფიქრობ, სიცოცხლე ფარისევლობდა იქა და ვითომ მასშებოდა, რა ქვია, სცენებს გავდა და სხვა დიდი მამების სცენებს გავდა, ვითომ თავი უკეს თავისთავად ცხადია არა. მათ შინაგანი განცდა ჰქონდათ ამ მომენტში. ჩემთან შედარებით ის დიდია, თორე ის თავს მე კი არ მატრის. ის თავს საკუთარ თავს ადრის და რაც უფრო ადამიანი მაღალ საფეხურზე გადადის, რაც უფრო ადამიანი მაღალ საფეხურზე, სულიერებით მაღალ საფეხურზე გადადის, უფრო კარგად ხედავს, რამდენად დაცილებულია ის სრულყოფილებას, და სრულყოფილებაც არის ღმერთში. აი, ერთი მამა ამბობს, ისააკ ასურია თუ არ ვცდები ბოლომდე, ავტორი ახლა ამ სიტყვების ავტორი არ მახსენდება, აიო, როგორცო ოთახშიო, ფრენ ოთახში სხივი შემოვაო და პატარა მტვრის ნაწილაკებიც კი ხდება გასარჩევიო, ხო? აი ასეთი რამე ხდებაო, აი სხივი შემოდისო, ეს ნათელი შემოდისო ამ მამებშიო და ხედავენო თავიანთი არსების ყველა კუთხე კუნჭულს რამდენად დაცემული და რამდენია ის ღმერთს და სწორედ ეს ადარდებდა და ეს ატირებდო. სხვაგვარად ვთქვათ, მეგობრებო, ის თანამყოფობა, ის სინეუსიო, ის თანამშრომლობა, ის ურთიერთობა, რომელიც ლოცვისას იწყება, როდესაც ენერგიები შემოდის, ანუ საფრთხო ენერგიები შემოდის ადამიანში, ეს ენერგიები ადამიანს ასაგულვებინებს, აგულვებინებს იმას კი არა, ის რაც უდია, აგულვებინებს იმას მე რაც უდია, საკუთარ თავშია. ამიტომაც უზრა მაცხოვარი ამბობს, ნუ განიკითხავთ, ეს სადღეგრძელო და ლოზუნგი კი არ არის. ამას თავისი როგორ არ უნდა განვიკითხო. რეებს აკეთებს, აი შეხედე რეებს აკეთებს, როგორ არ უნდა განვიკითხო, მაგრამ გზა ეს არის სწორედ. თუ კი მე ქრისტიანი ვარ, ვერ განვიკითხავ, იმიტომ რომ იმას ისაც აკეთებს, იმას კი არ ვამჩნევ. მე რას ვაკეთებ ამაზეა მასაუბარი. რამდენად დიდი საშინელება, რამხელა ჯოჯოხეთია ჩემში, იმას ხედავ და სულ წყალებში არ მცალია ყურადღება მივაქციო, რამხელა ჯოჯოხეთია მაშინ. და მეგობრებო, საინტერესო რა არის იცით, როდესაც ქრისტიანულ გამოცდილებას უკვირდებით, აი მაშინ და სწორედ მაშინ, როდესაც მე ჩემს თავში ჯოჯოხეთს ვებძვი, უკვე მაშინ ხდება ჩემში ყველაზე დიდი მისიონერის წარმოდგომა. მაშინ ვიწყებ მოღვაწეობას, როდესაც სხვისკენ კი არა მაქვს მიმართული აზრი, ჩემი თავისკენ მაქვს მიმართული აზრი, აი მაშინ გამოვყავარ ღმერთს და მაშინ ვხვდები იცხონე შენი თავი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან. რას ნიშნავს იმას, რომ შენ ხდები უკვე, შენ ღმერთი გამზადებს, ღმერთი იწყებს შენში, შენ კი არ ხარ მისიონერი, არა, შენში ღმერთია მისიონერი, ღმერთი შენით მისიონერობს ამ დროს, ამიტომ ეს მისიონერობა არის ძალმოსილი და ნაყოფის გამომღებელი. ანუ რისი თქმა მინდა მე? იმისი თქმა მინდა, რომ როდესაც ეს თანამყოფობა, ეს ენერგიებთან თანამყოფობა ხდება მლოცველისა, ადამიანში ხდება გააზრება იმისა, ვინ ვარ მე და ვინ არის ის, ვინ ჩემთან საუბრობს და რამდენად უღირსი, რამდენად ღირსეული გამხადა მე ღმერთმა. შესაბამისად ადამიანში ჩნდება სწორედ ეს აზრი, სხვა ჩემზე ცუდი კი არა. სხვისნაირი ვარ მეც, ამიტომ თუ კი სხვის დასჯას ლამობს ღმერთი, არანაკლები სასჯელის ღირსი ვარ მეც, ამიტომ თუ კი მე ჩემთან დაკავშირებით მაქვს სიტყვა სათქმელი, რომ ღმერთო შემიწყალე და გადამარჩინე, ზუსტად იგივე აზრი ჩნდება, თუნდაც სოდომელთან დაკავშირებით. ღმერთო შეიწყალე და არა სოდომურობა შეიწყალე, არამედ სოდომელი შეიწყალე, რომელიც აი ესეთ მძიმე მდგომარეობაშია წარმოდგენილი. ხა რაღაცა აზრით ხომ, აი ახლა ძალიან უარ გავაგზავნოთ ახლა ბიბლიას უნდა დაუბრუნდეთ თავისთავად ცხადია, მაგრამ რაღაცა აზრით აი წარმოვიდგინოთ ესეთი საოცარი რამ, რაც დასკვნის სახით შეიძლება მივიღოთ და მაცხოვრის ძალიან საინტერესო სიტყვებს განგვაზრებინებს. ვინც შეიყვაროს მამას, დედას, ძმას და ჩემზე უფრო ის ჩემი ღირსი არ არის. რას ამბობს მაცხოვარიანი? მაცხოვარიანი იმას ამბობს, რომ ესე ქვია, დედა აგიყვარდეს, მამა აგიყვარდეს, არ თავისთავად ცხადია, ვერ იტყვის ამას. ისი მოციქულების მოძღვრება სწორედ ამას გულისხმობს, თუ არ შეიყვარე მოყვასი, ვისაც ხედავ, როგორ შეიყვარე ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავ. თავისთავად ცხადია მაცხოვარი არ ამბობს, თეთრმამის უსიყვარულობას არ ხადაგებს. განაც სხვა ძალიან ღრმა აზრიდებს ამაში. კერძოდ რა. მეგობრებო, ნახეთ ეს ლოცვის ეს მისტიური გამოცდილება, ამას უკავშირდება და ამას გულისხმობს სწორედ, რომ აი ეს ლოცვები მიდის საოცრად გარდა იმ დასკვნების, არასაც ვილაპარაკეთ უკვე, კიდევ ერთ დასკვნამდე მიდის. და იმას ამახსენდება თავისი გამოცდილება. რა გამოცდილება? ის გამოცდილება, რომ ადამიანი ადამიანთან როცა ურთიერთობს, ანუ ურთიერთობს იმასთან, მისთან ურთიერთობაც მას ეხირსება, მისთან ურთიერთობა მას შეუძლია. ამ ადამიანს ნაკლებად ესმის მისი. და როდესაც ადამიანი ღმერთთან ურთიერთობს, რომელთან ურთიერთობაც მას თავისი კიდურესი დაშორებულების გამო ნაკლებად შეუძლია, მას ბოლომდე ესმის მისი. ანუ ვიღაცა, რომელიც მასთან ახლოსაა,
ვიღაცა რომლის მისნაირია ნაკლებად ან სრულიად გაუგებარია მისთვის და პირიქით ვიღაცა რომელიც მისგან შორსაა და ვიღაცა რომელიც მისგან სრულიად განსხვავებულია, სრულიად სხვა იმას მთლიანად და სრულად ესმის მისი. ანუ რაღაცა ისა რა ქვია აქცენტი ასაღები აქვს რაღაცა სხვა მიმართულებით. იმისათვის რომ შედგეს დიალოგი ადამიანთან, იმისათვის რომ შედგეს თანამშრომლობა ადამიანთან, იმისათვის რომ შედგეს ურთიერთობა ადამიანთან, საჭირო არა ადამიანთან დაკავშირება. არამედ საჭიროა რაღაც უფრო უმაღლესთან, ვიღაცა სხვასთან დაკავშირება და აი ამ კავშირის წამოღება ადამიანთან. ანუ უშუალოდ ეს კავშირი ვერ აკეთებს ვერაფერს. ამ კავშირში რაღაცა სხვა რამეა კიდე გასათვალისწინებელი და ის სხვა რამე თუ გაითვალისწინე, უკვე აკეთებს. რა არის ეს? ვინ ჩემთან არ კრიბავს, ის განაგებს. ანუ ურთიერთობა თუ გაქვს ადამიანთან ქრისტეში, ანუ ქრისტეს მიერი ურთიერთობა თუ გაქვს, აი ეს ურთიერთობა რომელიც ნაყოფიერია. რას გულისხმობა მასე? მაცხოვრი მომოს, ვისაც არ უყვარს მამა, ვისაც უყვარს მამა, დედა, ძმა და ჩემზე უფრო ის ჩემი ღირსი არ არის, რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ შენ მე თუ არ გეყვარ. მაშინ ვერ შეიყვანებ ვერც მამას, ვერც დედას, ვერც ძმას. შენ გეგონება რომ გიყვარს მამა, დედა და ძმა, მაგრამ სინამდვილეში ისინი ისევე გიყვარს, როგორც გიყვარვარ მე. თუ გინდა ისინი მართლა შეიყვარო, ჯერმე უნდა შემოყვარო. ის ურთიერთობა, რა ურთიერთობასაც დაამყარებ, ჩემთან ზუსტად ის ურთიერთობა გეკრება შესმოყვასთან. ის ურთიერთობა, რა ურთიერთობაც გეკრება, ჩემთან ის ურთიერთობა გეკრება მამასთან, დედასთან, ძმასთან, დასთან, მეგობართან და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ ურთიერთობის გამსაზღვრელი არის ღმერთი. რა ურთიერთობაც მაქვს მასთან, ის ურთიერთობა მაქვს მეგობართან, ის ურთიერთობა მაქვს დედმამიშვილთან. ზუსტად. და აი ახლა მივიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას და გავაგრძელოთ წმინდა წერილის თხრობა. ვინ არის ღმერთი? ვინ შეიძლება იყოს ღმერთი? კი, ჩვენ ვამბობთ, ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება. ღმერთი არის განკაცებული იესო ქრისტე. კი, ბატონო, ვამბობთ. მაგრამ წმინდა წერილში ღმერთის აღიარება ეს არ არის ფაქტის კონსტატირება, მისი რაღაცა ასე თქვა დეკლარირება, რომ ჩემი ღმერთი არის ეს და ეს. წმინდა წერილის თანახმად ჩემი ღმერთი არის არა ის, ვისაც ვაღიარებ, არამედ ის, ვისაც ვემსახურებ. ის ვის ცნებებსაც, ვის წესებსაც ავასრულებ, ის არის ჩემი ღმერთი. და ამიტომაც თუ დაუკვირდებით, შეიძლება ადამიანი ამბობდეს, რომ ჩემი ღმერთი არის იესო ქრისტე, მაგრამ სინამდვილეში მისი ღმერთი იყოს კარიერა. შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ ჩემი ღმერთი არის იესო ქრისტე, მაგრამ მისი ღმერთი იყოს, რა ვიცი მე, სიმდიდრე. ანდა ჩემი ღმერთი არის იესო ქრისტე და მისი ღმერთი იყოს, რა ვიცი მე, რაღაცა მიზანი, რაღაც აბსოლუტურად არაფერს თქველი მიზანი, მისთვის ყველაფერს თქველი, მაგრამ ზოგადად ცხოვრების გზისათვის არაფერს თქველი, ხო? ანუ ამათ ეს ღმერთები ყავთ. ზოგიერთი იესო ქრისტეს უწოდებს კარიერა, ზოგიერთი იესო ქრისტეს უწოდებს სიმდიდრე, ზოგიერთი იესო ქრისტეს უწოდებს სოციალურად მაღალ მდგომარეობას და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. შესაბამისად მეგობრებო, ყურადღება მიაქციეთ, რა ურთიერთობაც აქვს ღმერთთან, ის ურთიერთობა აქვს მოყვასთან. სხვაგვარად ვთქვათ, რასაც უბრძანებს კარიერის თუ წინსვლა, აი იმას გააკეთებს ადამიანთან ურთიერთობაში. რასაც მოსთხოვს სოციალური წარმატება, აი იმას გააკეთებს ადამიანთან ურთიერთობაში. შესაბამისად მეგობრებო, არქის სახეზე გვაქვს ორი რამ, გვაქვს კოლექტივი და გვაქვს საზოგადოება. კოლექტივი და საზოგადოება ერთმანეთისგან განსხვავდება. რითი საზოგადოება ეს არის მეგობრებო ინდივიდების კრებული, ხოლო ბაბადეთ კოლექტივი ეს არის ინდივიდების კრებული, ხოლო საზოგადოება ეს არის პიროვნების კრებული. პიროვნება სხვა რამეა და ინდივიდი აბსოლუტურად სხვა რამეა. სულ სხვადასხვა რამეა. პიროვნება არის რაღაცა განმარტავი, რაღაცა უფრო დიდი, რაღაცა მნიშვნელოვანი და ინდივიდი არის ბუნების ნაწილი, ინდივიდი არის ბუნების გამოვლინება, ინდივიდი არის ის, რაც ადამიანს ბუნების მოთხოვნილ ადამიანს ახასიათებს როგორც ბუნების მოთხოვნილების დამაკმაყოფილება რაღაცა მანქანას. შესაბამისად, რა განსხვავებაა მეგობრებო კოლექტიურ ერთობასა და საზოგადოებრივ ერთობას შორის? კოლექტიურ ერთობაში ერთობის განსაზღვრელი არის სოლიდარობა. ანუ რაღაცა მიზანი, რის გარშემოც ერთიანდებით ვედ, ანუ სოლიდარობა გვაქვს. როგორც კი სოლიდარობის ნიშნული გაქრება, უკვე ერთობის ნიშნულიც ქრება. მაგრამ საზოგადოებაში ერთობის ნიშნული არის არა სოლიდარობა, არამედ ღირებულება. ღირებულება, რომელიც გაქრობას არ ექვემდებარება. აი ეკლესიაში იკრიბება საზოგადოება. ამით არის საოცარი, ამით არის საიდუმლო ეკლესიაში, რომ ეკლესია ეს არის კრებული, საზოგადოების კრებული, პიროვნებების კრებული, რომელიც იკრიბება რა ღირებულების გარშემო?
ამ ღირებულებას ეწოდება იესო ნაზარელი, ანუ ღმერთთან ერთობა, ანუ სინაუსიობა, ანუ თანამყოფობა, ღმერთში მყოფობა და ღმერთის ყოფობა ჩემში. შესაბამისად, ყველა სხვა შეკრება თუ ამ სულით, ამ კრებული სულით, პიროვნული გამოვლინებით და პიროვნული გამოვლინების შედეგად ღირებულებებზე ორიენტირებული სულით არ იქნება შედგენილი ნებისმიერი ერთობა დადის კოლექტივამდე და კოლექტივი მერწმუნედ ვერასდროს ვერ შენარჩუნდება. კოლექტივი ყოველთვის იშლება და ახალ კოლექტივს, ცალ-ცალკე კოლექტივებს ქმნიან. ერთადერთი რომელიც არ დაიშლება და რომელიც აუცილებლად მდგრადი იქნება, არის რა? ის რაც მოწყვეტ თქვა, შენ ხარ კლდე, ამ კლდეზე დავაფუძნებ ჩემ ეკლესიას, ანუ ამ კრებულს, ამ საზოგადოებას და ჯოჯოხეთის მჭე ვერ მოერევა მას ატო, იმიტომ რომ გარანტი მისი ერთობისა არის არა სოლიდარული ნიშნით შეთანხმება ადამიანებს შორის, ანუ გარანტი მისი არის ის, რომელიც არის ძლიერების წყარო. მეგობრებო, სწორედ ეს ხაზია, რომელიც ხაზიც ახლა აბრაამის ლოცვით არის წარმოდგენილი. ლოცვა თანამყოფობა ღმერთთან, ლოცვა თანასაუბარი, დიალოგი ღმერთთან, ამას იწყებს აბრაამი და ამიტომაც შეძლებს ის სოდომელებზე ლოცვას და ამიტომაც შეუძლია მას თითოეულ ადამიანში დაინახოს არა ვიღაცა დაცემული, არამედ ყველა ადამიანი მისთვის არის ხატი ღვთისა, რომელიც უნდა მიემსგავსოს ღმერთს. დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ წმინდა წერილს და დაუბრუნდეთ წმინდა წერილის თხრობის ამ ნაწილს. აბრაამი ეუბნება ღმერთს, რომ ის არა ქვია, აბრაამი ეუბნება, ხო, 50 მართალი ღმერთი ამბობს, 50 მართალი თუ იქნა არ დააქცევს ამ ქალაქებს და აბრაამი ეუბნება, რომ თუ 45 იქნება და 5 მოაკლებს და ღმერთი ამბობს, არა 45 მართალის თუ იქნა, მე ეუბნება აბრაამი, გავბედე ლაპარაკი შენთან მე მტვერმა და ნაცარმა, ესე ძალიან საინტერესო აბრაამის მიმართვაში, რომ ისტორია და ნაცარი, როგორ შეიძლება ხალხო აბრაამი მტვერი და ნაცარი იყოს? აბრაამი მტვერი და ნაცარი კი რა, აბრაამი დიდებულება, საოცრება, აბრაამის და ეს კაცობრიობის ისტორიაში ვერ ნახავთ, არ არსებობს. არიან კი დიდებულება, აბრაამის ნაირები არ არიან. და ეს კაცი ამბობს თავის თავზე მტვერი ვარ და ნაცარი ვარ, რატო? იმიტომ რაზეც გელაპარაკებოდი. რომ ღმერთთან ურთიერთობა მას ანახებს ყველაზე მთავარს, რომ ის მის წინაშე მტვერია და ნაცარი. მეგობრებო, ასკეტურ ლიტერატურაში თქვენ ნახავთ აუცილებელი მიზეზი, მაბატეთ აუცილებელი ესა რა ქვია, პირობა, საშუალება იმისათვის, რომ ეს თანაუსიობა, ეს თანაურთიერთობა, თანამყოფობა, ლოცვა, ურთიერთობა მოხდეს ღმერთთან არის შენი თავის დამტაბლება, დაინახო რამდენად სხვა ხარ ღმერთთან მიმართებაში. ამას ამბობს აბრაამი სწორედ. ამას აჩვენებს აბრაამი სწორედ. გაუბედე ლაპარაკი შენთან მე მტვერმა და ნაცარმა. მტვრის და ნაცრის ასისმეს ღმერთი. დიდებულისას კი არა, ვიღაცა გაფრიქინებულად დგას და იმას იზავს, რა ქვია, თავი მოაქვს კი არა, გავახსენებ მეზვერის და ფარისევის ლოცვა, არა, მეზვერისა შეიცავს, იმიტომ კი არა, მეზვერეობს, იმიტომ არა, იმიტომ ის მეზვერი ამბობს, ღმერთო მილიხილე მეწოდილსას და ამას შემიწყალე, ვერაფერს ხედავს, ასაც მისცემს ღმერთს და ხედავს, რომ ამ ვერაფრით, ამ არაფრობით არის წამდგარი ღმერთის წინაშე და ამის ასისმენს ღმერთის სწორედ. აჰა, გავბედე ლაპარაკი შენთან მე მტვერმა და ნაცარმა. 40 მართალი 40 მართალსაც შეიწყებს. ხო 5 საკლებდა და 1000-ის მოკლებას დაიწყებს აბრაამი. 30 შეიწყალებს, 20 შეიწყალებს, 10 შეიწყალებს და ეგ ჩერდება აბრაამი. სხვადასხვა გვაქვს ალექსანდრიული კოდექსი, სადაც 5-მდე დადეს აბრაამი. მაგრამ ის თავდავარებით ეს 10 და გაჩერდება. აღარ უცნობს. რამისათვის წარმოუდგენელია 5 ქალაქია. თუ არ შეიძლება ქალაქში 2 მართალი მაინც იყოს. ვერ მიდის აქამდე. სხვადასხვა იუდეურებს მე მქონდა ტრადიცია. თუ რომელიმე ქალაქში ეპიდემია გავრცელდებოდა, შიმშილი დაიწყებოდა, ან რაღაცა ჭირი იყო, ხო? მთელი ქვეყნის მასშტაბით მოკრიფავდნენ 10 მართალს, წაიყვანდნენ და დააწყვეტებდნენ ის ცხოვრებას. თუ ქალაქში 10 მართალი თუ არის, ღმერთი მოხედავს ამ ქალაქს. აქედან მოდის ეს საკითხია. ეს ახლა საინტერესო რა არის, ნახეთ. დაცხრა აბრაამი ლოცვისაგან, რომ აბრაამს ვერ წარმოუდგენია 5 ქალაქს სახელმწიფოში 10 მართალი უნდა ისოგულან ბეჭდოს. ჩვენ ვიცით ისტორიიდან რომ არ არის. ეს 2 ანგელოზი ჩავიდა სოდომში, სადაც კარიბჭესთან საღამო ხანს ზის ლოტი. აბრაამის მეშვი. ახლა ჩვენ ამას მივახციოთ ყურადღება. პრემასული პირდაპირ ამბობს, რომ საღამო ხანს საფრთხო განგებულებით მოხდა ანგელოზების ჩასვლა სოდომში, რადგან მათი კეთილობა კიდევ საბაბი არ გამხდარიყო სოდომელების კიდევ უფრო დიდი დაშლის სახეს ვერ ხედავდნენ მათაც. ახლა ჩვენ ყურადღება მივახციოთ ძალიან საინტერესო ამბავს. ლოტის ის ქალაქის კარიბჭესთან.
ეს ქალაქის კარიბჭე აღმოსავლურ ქალაქებში რა იყო მეგობრებო, იცით? დაახლოებით იგივე როლს ასრულებდა როგორც აგორა საბერძნეთში თქვა ფორუმი რომში ხო აი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მნიშვნელოვანი საქმეები ქალაქისათვის უშუალოდ. ანუ აქ ვერ დაჭდები შენ თუ არ გაქვს ამისი უფლება, ქალაქის სახელმწიფო ამის უფლებას არ გაძლევს. ამიტომ ლოთი როცა სის ქალაქის კარიბჭესთან ხო უკვე იწვევს კითხვებს. რა სტატუსით ის აქ? მეგობრებო, ჩვენ წინდაც შევთანხმდით, რომ მიუხედავად, აი დავიხსენოთ რა, ლოთი რო აბრაამს გამოიყო, რა მოვიდა ლოთს, ხო? ლოთი გახსოვთ ხო მიზეზი აბრაამზე გამოყოფს რა სიმდიდრე. და ამ სიმდიდრე უკვე მე რა ერთად თქვა, ვიცით, კარვები გაშალა სოდომამდე, ანუ სოდომში არ არის შესული. მაგრამ ახლა უკვე სოდომშია შესული, რომ ამ სიმდიდრე კიდევ უფრო შიგნით შეიყვანა და კიდევ უფრო შიგნით შეიყვანა. მეგობრებო, ერთია არ სოდავდა, იმიტომ რომ ცოდვაზე ხელი არ მიგიწვლებოდეს და მეორეა ცოდვაზე ხელი მიგიწვდება და მაინც არ სოდავდა. გაცილებით მაღალი საფეხურია ეს მეორე, როდესაც შეგიძლია შესულო და არ სოდავ, ხო? ხელი მიგიწვდება ამაზე და არ სოდავ. ლოთთან აი ლოთი არის მართალთა შორის წარმოქმნილი პეტრე მოციქული მართალთა შორის იხსენიებს და ანუ ლოთი არის გამართლებული წმინდა წერილში ეკლესიაში და ყურადღებას ვაქცევთ იმას რომ ლოთის ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლი გახლავთ მეგობრებო ის რომ ლოთი სოდომშია მაგრამ სოდომელი არ არის გასაგებია შეიძლება სხვაგან იყო და სოდომური იმით რა ქვია ცხოვრებით არ ცხოვრობდე და ეს ღვაწლია, მაგრამ სოდომში იყო და სოდომური ცხოვრებით არ ცხოვრობდა, ეს უკვე დიდი ღვაწლია ძალიან. შესაბამისად, რაღაცა ისმის კითხვა. ლოთი სოდომში ცხოვრობს, მაგრამ სოდომური ცხოვრებით არ ცხოვრობს. და ასე ვთქვათ, პატივი აქვს ქალაქის კარიბჭესთან უხუცესთან ერთად ყოფნა. ერისი როგორ უნდა შეუთავსოთ ეს ერთმანეთს. ერთადერთი ახსნა მეგობრებო, რომელიც ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, გახლავთ ის, რომ იმას რა ქვია სოდომს ახსოვს, რომ ლოთის ბიძიამ აბრაამმა შეუნარჩუნა მათ პოლიტიკური თვითმყოფადობა, გადაარჩინა მეფეებისაგან დაუბრუნა მთელი ქონება და მოდი ასეთი ტერმინი ვიხმაროთ. ლოთს აქვს მინიჭებული საპატიო მოქალაქის წოდება. ანუ ლოთს აბრაამის ავტორიტეტის გამო იტანენ. აი, იტანენ, ჩვენ აი რას ნიშნავს იტანენ, ამას ვნახავთ და პირდაპირ წმინდა წერილში არის ერთი ფრაზა, რომელიც ამას გვიხსნის ბოლომდე. ანუ ლოთს აქვს რაღაცა პრივილეგიები მინიჭებული, როგორც რაღაცა სახის, ოღონდაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ლოთის დამსახურება ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის აბრაამის გავლენა. ახლა მამათა უმრავლესობა ყურადღებას აქცევს ლოთის ღვაწლს, რომ ლოთი სოდომში სამისიონერო მისიით არის ჩასული, ლოთი ქადაგებს. რაღაცას ასეც არის, როგორც ნოე ქადაგებს, მაგრამ არავინ არ უსმენს. ლოთის ქადაგებს, მაგრამ არავის არ უსმენს. ლოთის ღვაწლი ამ მისიონერებაში, ამ ქადაგებაშია წარმოდგენილი. მეგობრებო, სოდომთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე გადმოცემა გვაქვს. ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ შევკრიბოთ ის, რაც საეკლესიო სწავლებას არ ეწინააღმდეგება და ბიბლიურ თხრობას სრულიად იზიარებს. უწინარეს ყოვლისა ისტორიულ მას მივაქცევთ ყურადღება, რომ სოდომის ლოკალიზება პირდაპირ არ ხერხდება, მეცნიერები ამის შესახებ დაობენ, მაგრამ ის სავარაუდო არეალი, რომელ არეალშიც მოიაზრებენ სოდომს, პირდაპირ გვეუბნება, ამ გადამოცემებსაც თუ შევაჯერებთ, პირდაპირ გვეუბნება, რომ სოდომი იყო უდიდრესი ქალაქი, ძალიან კარგ სტრატეგიულ და სავაჭრო იმაზე გზაზე იყო აშენებული და პრაქტიკულად სოდომი რა იყო, იცით? აი გამდიდრების საშუალება. აი სოდომისკენ მიდიან, ამ სახელმწიფოში მიდიან, იმისათვის ღარიბები მიდიან, იმისათვის რომ იქ იმუშაონ, ფული დააგროვონ და მდიდრები გახდნენ. ეს სოდომის ნიშნულია. ოდათ ყურადღება მივაქცევთ ასეთ რამეს. ახლა ეს ისე ეპოქა ხო არ არის, ბილეთი იყიდო, გადაფრინდე და რაღაც ქონება დაგროვო, გადმოფრინდე. იქ იმუშაო და გამდიდრდე, ნიშნავს რომ იქაური უნდა გახდე. ანუ რაღაცა შენ უნდა მოწყდე რაღაცა ადგილიდან თუ ხლა თუ არ მივიღებ ხედველობაში იმას, რომ სავაჭრო საქარავნო რაღაცა ბიზნესი არა გაწყობილი ვიღაცას და ამ გზას არ მიფრება. ანუ აქ არის საუბარი კერძო ინიციატივაზე. შესაბამისად, აი გადამოცემებს დავაკვირდებით მეგობრებო, სოდომში ღარიბი ადამიანი არ არსებობდა. სოდომის მოქალაქე ღარიბი არ იყო.
და სოდომის ერთგვარ პოლიტიკას წარმოადგენდა იმას, რომ ღარიბი ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას. ხოლო მდიდრები უნდა იყვნენ და მდიდრები არიან და მათი სიმდიდრეა, რომელიც ამ ქალაქს ასაზრდოებს პოლიტიკურად, ეკონომიურად დამოუკიდებელს ხდის. ამიტომაც ღარიბისადმი აქვს თავიანთი კერძო დამოკიდებულება, რომ ღარიბი ეს არის ის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის. თუ ღარიბი მორწმუნეა, ღრმად მორწმუნეა და რაღაც ასკეტურ გზას ადგას, აი ეს ღმერთი მათთვის არის მიღებული. მათთვის ღმერთი არის სულ სხვა. მათთვის არის ღმერთი, რომელიც სიმდიდრეს იძლევა. ამაში ხედავენ ღმერთს. აი ცოტა მოგვიანებით სატურის სამყარო იტყვის, რომ ვინ არის ღმერთისათვის საქმე, ვინ არის ის, ვისაც ღმერთთან სიწმინდესთან აქვს წინაყარობა, ეს ტერმინი სიწმინდე თავისთავად ცხადია მათთან ასე არ ფიგურირებს, მაგრამ აზრობრივად ამას გულისხმობს, რომ ეს არის ვინ? ესე მოწესრიგებული მოქალაქე. ეს არის კარგი ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ფულს, იხდის გადასახადებს, სახელმწიფოს ასლებს საშუალებას, რომ ეს, რა ქვია, დააფინანსოს სახელმწიფო პროექტები, ანუ რაც უფრო მდიდარი ხარ, რაც უფრო მეტი გადამხდელი ხარ, ღმერთი უფრო გიმართავს ხელს, ღმერთთან უფრო ახლოსაგან ღმერთთან ურთიერთობის სულ სხვა ნიშნული შემოგთავაზეს. იმ დროს ეს ბაცხოვარი ამბობს, რომ მამონას ვერ ემსახურები, აქ პირიქით მამონას მსახურება გახდა სწორედ ღვთისმსახურების ნიშნული. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. აი სოდომში რაღაც მსგავსია. სოდომში რაღაც მსგავსია, რომ აი ეს სიმდიდრე და მდიდარი მოქალაქე, ეს არის ის, რომელზეც დგას სოდომური პოლიტიკა და სოდომური ეკონომიკა. შესაბამისად, ღარიბი ხელს უშლის მათ. რა შანსი ქონდა ღარიბს გამდიდრებისა სოდომში? ქონდა შანსი თავისთავად ხედია, ოღონდ ერთი. რა იყო ეს? თვითონ უნდა გამხდარიყო სოდომელი, ანუ იმნაირი, აი ამ პოლიტიკაში უნდა ჩამჯდარიყო. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს გარდამოცემა ერთი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ სოდომელები პირდაპირ გრძელავდნენ დახმარებას, ღარიბისადმი დახმარებას. აი არის ამბავი მოთხრობილი ერთი ქალის შესახებ, რომელმაც გაბედა ერთ-ერთი წარუმატებელი, იმის საქვია, სოდომში შემოსული წარუმატებელი მგზავრის დახმარება, რომელმაც უარი თქვა სოდომელობაზე და ზოგადად არის მეორე გადამოცემა, ეს არ ამბობს ამას, მაგრამ მეორე გადამოცემა მიგვითითებს, რომ ის რომელიც სოდომში მოვიდოდა და სოდომელობაზე უარს იტყოდა, შესაბამისად ის განწირული იყო რისთვის? შიმშილი ციფრებისათვის, აი სხვა გამოსავალი არ ქონდა. არავინ არაფერს არ მიყიდა, არავინ არ დაასაქმებდა, რატომ ამ სიბინძურეში არ იყო ჩაფლული და იმიტომ. შესაბამისად, აი ხა ეს სულ სხვა გადამოცემა, რომელიც უკვე დავიწყე ის ამბობს, რომ ერთხელსო შეეწოდაო ასეთი წარუმატებელი ისა და ჩუმად რას აკეთებდა, ვითომ წყალზე მიდიოდა და ცარიელი დოხით ხომ უნდა წახვიდე წყალზე, ამ ცარიელი მაშინ ჭურჭელში პულს ყრიდა და რაღაც ადგილში ვითომ დასუნება უნდა და ჩამოჯდებოდა და წამოაპირქოვებდა ამ იმას და პულის დატეხებს ჩამოყრიდა და ჩამოუყრიდა ამ იმას, საქმე ჩუმად ამ მათხოვარს და მერე წყალზე გააგზავნდა სულს და იპოვეს და ეს არ ქვია, ასე ვთქვათ, ეს ქალი გამოიჩინეს ამ იმაში, ამ ქველმოქმედებაში და მას დასჯიან, კერძოდ გააშიშვლებენ, თაფლს წაუსვევენ და ფუტკრები მას სიცოცხლეს მოუსაფრენ, დაკმენენ და საშინლად დიდი წამებით მოკლავენ. აი ეს დეტალი ჩვენ ერთ ძალიან საინტერესო ამბავზე გვაძლევს მითითებას, კერძოდ რაზე მეგობრებო. ეზეკია წინასწარმეტყველი თავის თანამემამულეებს ამხელს სოდომურ და უარეს სოფელში. და თუ მივაქცევთ ყურადღებას ჩამონათვალს, იმ ჩამონათვალს, რომელიც ჩამონათვალს ეზეკია წინასწარმეტყველი აკეთებს, როდესაც სოდომურ ცოდვაზე საუბრობს, ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ იმ სიბინძურეს, ასიბინძურეს სოდომური ცოდვით არის ცნობილი. არ ასახელებს ამას ეზეკია წინასწარმეტყველი. არ არის ისეთი. მაგრამ ნახეთ რა არის. არის ვერცხლის მოყვანილობა, უცხოთ მოძულეობა, მუცელღმერთობა, ხო? ანუ ჩვენ ეს ძალიან საინტერესო დეტალამდე უნდა მივიდეთ. რა ეს საინტერესო დეტალი აღნიშნავ მეგობრებო, კერძოდ ის რომ რაღაცა სიბინძურე, რაღაცა დაცემულობა იწყება არა მომენტალურად, არამედ იწყება თანდათან. ეს ნელ-ნელა მოდის, ნელ-ნელა შემოდის. აი სიტყვაზე თქვა ჩვენ მერე ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით. თქვა როგორ ფიქრობთ ახლა იუდამ რომ მაცხოვარი გაყიდა. სიტყვაზე თქვა სამშაბათს საღამოს დაწოლს შაბათდილით გაიგუძა და თქვა რომ მოდი ერთი გავყიდიო და უცებ მოვიდე ეს თავშეაც და თავისთავად ცხადია არ. თავისთავად ცხადია წლების განმავლობაში იუდა ამ ვერსიას ამუშავებს. უბრალოდ რაღაცა მომენტში მისთვის მისაღები გახდა ეს. თორემ თვითონ აი ეს იუდა ამ მაზროვნებით კარგახანია ასრულებს. ვიღაცა რაღაცა სიბინძურეს უაკეთებს, იმიტომ კი არ აკეთებს ამ სიბინძურესო იმ მომენტში მოიფიქრა ამაზე, არა. მისი გაკეთების შესაძლებლობაზე დიდი ხანია მის სულზე მუშაობს დაცემული ძალა, ამის გაკეთება შეაძლებინოს.
ანუ სხვაგვარად რო თქვა, მეგობრებო, ეს სიბინძურე, რა სიბინძურე, ცოდომური ცოდვით არის ცნობილი, ხო? ეს სიბინძურე იწყება არა მომენტალურად, რაღაც ქალაქის სახელმწიფო შეთანხმება და მოდი ასე ვიცხოვროთ, არა. ნელ-ნელა შემოდის ტრადიციაში ეს, ნელ-ნელა მკვიდრდება ეს. რატომ? ძალიან საინტერესოა, მეგობრებო, ის რომ სიცუდის სახელით ნაკლებად კეთდება. სიცუდე ყოველთვის კეთდება სიკარგის სახელით. მანდა შეფუთულია ის ამაში. ძალიან იშვიათად რაღაცა სიცუდე გააკეთოს, მაინც და მაინც იმიტომ სუდის გამო ახლა არიან კი შეპყრობილი ადამიანები, ხერხად დაიფაროს უყალანო, არიან ესეთი ბოროტისაგან შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც აი პრინციპულად სიცუდის სახელით მიდიან სიცუდეს, მაგრამ ზოგადად დანაშაული, სულიერი დანაშაული და ასე შემდგომ დანაშაული ასე შეიძლება ეწოდებოდეს, მზადება ხდება, მენტალური მზადება ხდება დანაშაულისათვის. აი, მე მქონდა საუბარი სხვათაშორის ეკლესიური ადამიანების, ეკლესიური ჭყალებში, ამ შემთხვევაში თავის თავაწყებენ რომ გულისხმობ, რომ ისინი ყოველ შემთხვევაში ამ წიაღში არიან შემოსულები, რაღაც ესე დავა მქონდა, რომ აი საროსკიპოს სახლების დაკარდონება, ეს ეკლესია რატო უნდა ეწინააღმდეგებოდეს? რა, ამით მრუშობას მოусწრობთ ამ ქვეყანაზე? რა სისულელი? მრუშობა ამ ქვეყანაზე ვერ მოусწრობ გრიგოლ ხანძთელმა და პეტრე მოციქულმა და თვითონ მაცხოვარს მე რა უნდა მოусწროს 21-ე საუკუნეში ყველა საშუალება რომ აქვს მრუშობის. რა სისულელი? აკრძალით არაფერი არის მობა. აკრძალით გავრცელების არეალზე არის ყურადღება გამახვილებული. რაღაცას უგრძალავ იმას კი ადიშავ წიბავს ვსვავ. რაღაცას უგრძალავ იმას ნიშნავს რომ რასაც გრძალავ მას მე ვანიჭებ სიცუდის სტატუსს. არ შეიძლება მეგი კაცს თუ ავი არ უწოდო, კაცს სახელად დადავარქვა, რაღაც ამდაგვარია, ანუ მე როდესაც რაღაცაზე ვამბობ რომ ეს სიცუდია, ეს არ შეიძლება. ამით იმას კი არ ვამბობ რომ მე ამას ვთხოვ, ამით იმას ვამბობ რომ მე ამას უტოვებ სიცუდის სტატუსს, ანუ გავრცელების მორალური, მენტალურად მომავალთაობაში მისი შეჭრის შესაძლებლობას იმავშვები უკვეცავ ამას. ანუ აი ამ სიცუდის გავრცელებას ვეწინააღმდეგები, არა ცუდი ადამიანების გავრცელებას, არამედ სიცუდის გავრცელებას ვეწინააღმდეგები, რომ სიცუდე რაღაცა პერიოდის შემდგომ, რაღაცა პერიოდის შემდგომ არ გახდეს სიკარგის მატარებელი, ანუ სიცუდეზე აღარ ატყვან რა მოხდა მერე. აი როგორც კითხვა რა მოხდა მერე, უკვე იწყება მისი გაკეთილშობილება, ამ სიცუდის გაკეთილშობილება და უკვე ამ სიცუდის გაკეთილშობილების შემდგომ რამდენიმე თაობის შემდგომ იწყება ამ გაკეთილშობილებული სიცუდეზე თქვა, კარგია და რატომაც არა. ამ როდესაც ეკლესია რაღაცაზე საუბრობს, რომ ეს არ შეიძლება, საუბრობს არა იმაზე, რომ ეს უნდა მოისპოს, ეს ვერ მოისპოს, სანამ სათასასუფეველია დამყარდება, ანუ მაცხოვარი სანამ კრავი თავის ქორწილს არ გამარტავს, მანამდე სიცუდე როგორ უნდა მოისპოს ამ ქვეყანაზე, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ხო? ჩვენ ამ ქვეყანაზე 60-ს ვერ დავამყარებთ, მაგრამ ჯოჯოხეთის გავრცელებას უნდა შევუშალოთ ხელი. როდესაც ეკლესია საუბრობს რაღაცა იმაზე, რომ რაღაც არ შეიძლება, საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესია მას შორ პერსპექტივაში ხედავს. რა შეიძლება გამოიწვიოს 50-100 წლის მერე იმან, რაც შეიძლება დღეს შეცდომის სახით დაუშვათ. ამაზე ხდება გაფრთხილება, ამაზე ხდება ზრუნვა. შესაბამისად, როდესაც რაღაცაზე ამბობს ეკლესია, რომ ეს არ შეიძლება და ვიღაცა თუნდაც მოდი ვიხმარ ახლა გამომიყენებ ასე ტერმინს თეოლოგი ამას ეკამათება და იმაშვება უკვე დროშებს აფრიალებს თუ დავაკვირდებით სინამდვილეში ამ დროშის ფრიალის მიღმა დგას სურვილი მეც თანამედროვედ გამოვჩდე მეც ფეხი აუწყო რეტროგრადად არ ჩამთვალონ ჩამორჩენილად არ ჩამთვალონ ცხენიათ ამ ყველაფრისა ცხენიათ რისი ცხენიათ იმისი რაც ეწინააღმდეგება საეკლესიო გამოცდილებას ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას ყველაფერი ამისი ცხენიათ ეს ძალიან ძიმია და სწორედ აქ დგას ეკლესია თან მტკიცეთ რომ ეკლესია ვერასდროს ვერ დათმობს იმას რაც შეიძლება შემდგომ ძალიან ცუდად აისახოს იმ მრევლზე რომელი მრევლიც ქრისტემ ჩააბარა მას დაუბრუნდეთ ახლა ამ სოდომის მდგომარეობას და ყურადღება მივაქციოთ იმას რომ იმას აქვია ლოთი გზის კარიბჭესთან საღამოხსნა რა უნდა ლოთის კარიბჭესთან საღამოხსნო ერთი დეტალი ვთქვით რომ ლოთი ეს არის ლოთს რაღაც საპატიო მოქალაქის წოდება უნდა ქონდეს მინიჭებული და მეორე დეტალი რა გახლავთ მეგობრებო მეორე დეტალი გახლავთ ის რომ როგორც ამას მამა მოვიწყება რომელი მამაც ამას ამბობს თუ არ ვწდები ოქროპირი ხო კი ოქროპირია მაგრამ რომ ლოთიოს შეგნებულად იჯდაო ქალაქის კარიბჭესთან მაგრამ
თუ კი მგზავრი გამოუვიდა და სოდომში შესვლას გადაწყვეტდა, როგორც ღამის გასათენებელი მას, ხო? ლოტი ურჩევდა საერთოდ ერჩივნა მას გარეთ გაეთენებინა ღამე და შემოსულიყო, მაგრამ თუ არ დაუჯერებდა, ლოტი ყველანაირად ცდილობდა თავისთან მიეყვანა ის და თავისთან იმას ეკნა, რა ქვია, თავისთან გაეთენებინებინა ღამე. ახლა, ნუ ეს კერძო მამისის მოსაზრება წმინდა წერილის თხრობაში კი საინტერესო რა არის. აი ეს ორი მგზავრი, ჩამოუვლის, ჩვენ კი ვიცით ანგელოზები მაგალითად ეს არის იცის. აი ამ ქალაქის შემოუახლოვდება. ლოტი შეეკებება მათ და თხოვს თავისთან მისი სტუმრები გახდნენ. ხა გავიხსენოთ, რომ აბრაამი ერთი სიტყვით მიმართა და იმ სამმა ყოველგვარი თავპატეჟის გარეშე შეყვა აბრაამს. აი ლოტთან ასე არის. ლოტთან არ მიყვებიან და ლოტს რაღაცა აი ძალის ის დაჭირდება, დემონსტრირება ბჭყალებში თავის თავისხარიან ძალით შეიყვანს მათ თავისთან. აი ეს ორი სტუმარი ლოტს ეუბნება, რომ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს ამ ქალაქის დანგრევა, არა მარტო ამ ქალაქის, არამედ გომორა არის, ადმა არის, სეგონი დანგრევა, 5 ქალაქია და ლოტი უნდა გაიქცეს და ლოტმა ვინმე თუ ყავს თავისიანი მის დაუჯერებს მას, უნდა შეატყობინოს და აი ამას გადარჩენ. მეგობრებო, აი ეს მომენტია, სადაც ლოტმა უნდა ყურადღება გაამახვილოს, ვინ არის მისი სტუმარი. ვიღაცა საუბრობს მომავალზე, ვიღაცა საუბრობს ღმერთის სახეზე, ვიღაცა საუბრობს ძალიან დიდ მოსაუდენ კატაკლიზმებზე და საჭიროზე. და ლოტი ის არის, ვინც აბრაამის ღმერთს გადაგებს. ლოტისათვის ეს ყურადსაღები მომენტია. და ამიტომაც ლოტი გააკეთებს ასეთ რაღაცას. მაგალითად ლოტი გააკეთებს რაღაცას კი არა. აი წმინდა წერილში წერია, რომ ლოტის სახლის გარშემო შემოეკრიბებიან სოდომელები, ყრმები და უხუცესები. ნახეთ ასე ინტერესო რაღაცაა. აი მე მინდა კარგად გამოვაჩინოთ, რატომ აქვს ღმერთს გადაწყვეტილი ამ ქალაქების დანგრევა. ყრმები, ანუ ახალგაზრდები და უხუცესები. გადმოგვეცი შენი სტუმრები რომ შევიცნოთ ის. მეგობრებო, ტერმინი შევიცნოთ. ვიღაცას კი გონია შევიცნოთ, ნიშნავს გავიცნოთ და იმას აკეთებ. ეს აბსოლუტური ისაა, სისულელია. ტერმინი შევიცნოთ წმინდა წერილში. ტერმინოლოგიურად გულისხმობს სექსუალურ ურთიერთობას. შეიცნო ადამმა თავისი ცოლი და შვა ევა კაინი. ამას გულისხმობს და არა რაღაც სხვა ურთიერთობას. გადმოგვეცი შენი სტუმრები რომ შევიცნოთ ის. ყურადღება მიაქციეთ. ანუ სოდომელებს უნდათ სექსუალური ძალადობა სტუმრებს. ეს მეგობრებო არის აი ამ ცხოვრებთა ის რა ქვია, აზროვნების და ცხოვრების წესი. ძალიან აგრესიული ხდება. აი ძალიან აგრესიული. იკარგება ყოველგვარი ტოლერანტობა, იკარგება ყოველგვარი ეს რაღაცა ბჭყალებში ყველაფერი იკარგება, თუ იმნაირი არ გახდი, ნებისმიერ მზაკრობაზე არიან წამსვლელები. მათ აზროვნების ფორმაშია ეს. თუ არ აყები, ფეხი თუ არ აუწყე, შენ კი იტანო შენ გვერდით ის ცხოვრობს, არ არის პრობლემა. შენ არ იტანე, შენ ეწინააღმდეგები იმას იმან არ უნდა პროპაგანდირება არ უნდა გააკეთოს ამის თორე ის უამნაირია, ამაში არ არის არანაირი პრობლემა. უნდა დამნეირია, შენთვის ეს სულია და სატანია, მაგრამ ის ვერ იტანს შენ უარხარ იმნაირი. ვერ იტანს ძულს, რომ შენ ციგდაერი არ ახარ. აი მას მივაქციოთ ძალიან თქო ყურადღება. კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ იმას ახლით. ეკლესიას არ ძულს, ქრისტიანს არ ძულს სოდომელი და ამ ცოდვაში ჩაფლული, არ ძულს და იმას ეწინააღმდეგება არა სოდომელს, არამედ სოდომურობას, ის პროპაგანდას. შესაბამისად, მე როგორც ქრისტიანს არ მაქვს უფლება მძულდეს, არ მაქვს უფლება ვერ ვიტანდე ამ ცოდვაში ჩაფლულს, მაგრამ ის ვერ ვიტანს. იმას ვძულვარ მე. მოთ ახლა ამბობს, ახლა ამის აფიშირებას აკეთებს, თორე შემდგომ ყოველდა წმინდა სამებამ დაგვიფაროს, მაგრამ თუ კი მათ შექმნეს წიაღი და გარემო, სადაც ისინი ქმნიან ამინს, იკარგება ყოველგვარი ტოლერანტობა, იკარგება ყოველგვარი შემწყნარებლობა სხვანაირისადმი. თუ იმნაირი არ ახარ. აი ზუსტად ეს ხდება სოდომში. ეს არის ფორმულა, მეგობრებო, აი ამათი ფორმულა. მაგრამ აქ მეორე რამას მივაქციოთ ყურადღება. შემოიკრიბნენ ლოტის გარშემო ახალგაზრდები და უხუცესები. ახალგაზრდები იმ უხუცესად რა უნდა ხოლმე. რისი თავი ატომი ეტრიანი რა უნდა თქო. ერთადერთი რამისგან.
მათ უნდა დაადასტურონ ღირსეული თაობა ხომ მოდის ეს ახალგაზრდები ხომ მოიქცევიან ისე როგორც სოდომელებს ეკადრებათ აუცილებლად ხო გააკეთებენ თავიანთ გასაკეთებელს რაღაც აზრით მეგობრებო მე არ ვამბობ ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ მაგრამ რაღაც აზრით შეიძლება ეს უხუცესები რადგან არის ნახსენები შეიძლება ეს ძალმომრეობა სტუმრებზე გახდათ მათთვის რელიგიური აქტიც მეგობრებო ყურადღება მიაქციეთ სოდომში ათეისტი არ ცხოვრობს სოდომში ყველა მოწმუნე ყველა თეისტია ყველა მაგრამ მათი ღმერთი როგორი ღმერთია რომელიც ამოს ყველაფერს იტანს კი არა პირდაპირ ავალებს და ეუბნება რომ აი ჩვენ ნახავთ ასე არ ნახავთ მაგრამ ზოგადად ხო ვიცით რომ მაგალითად ცნობილი იყო სატანზრო პროსტიტუცია ნასტიშავდა სატანზრო პროსტიტუცია რომ იყვნენ თქვათ ქურუმი ვაჟები ქურუმი ქალები ეს ეგვიპტეში ეს ქანაანში ფინიკიაში აცტეკებთან იროკეზებთან ცნობილია ასეთი ისა რელიგიური კულტურა სადაც პროსტიტუცია ეს იყო ღმერთისადმი მსახურება რომელიც ამ პროსტიტუციის წილი ძლეოდა სიმდიდრეს ნაყოფიერებას შვილიერებას შთამომავლობას და ასე შეგვიძლია აი მაგალითად ეგვიპტეში ცნობილია ხო ფალოსის იმისადმი მსახურება ფსიქოლოგიური მას ხო როდესაც აი მამათ მავლობა ხდებოდა იქ ეს არ იყო იქ უარყოფითი ხო ეს იყო შეულებრივი ისა რა ქვია შეულებრივი ასე ვთქვათ რიტუალი რომელიც მე ამ ღმერთისგან ადამიანი იღებდა ეს რელიგიური რაღაცა ასეთ ეს ოდესაც რაღაცა პროპაგანდირება ხდება ამ სიბინძურისა ეს არ გახლავთ სოციალური მოღვაწეობა მეგობრებო ეს გახლავთ რელიგიური აქტი ეს გახლავთ ღმერთის შემოყვანა კი შენს თაყვანს ყოვლადწმინდა სამებას მაგრამ აქ სხვა ღმერთიც უნდა იყოს თაყვანისმული რომელიც ღმერთიც ამას ყველაფერს ამართლებს არსი ეს არის იდეა ეს არის ლოთი გავა და სოდომელებს ეუბნება ოღონდ ჩემს სტუმრებს ხელი არ მოკიდოთ ორი ქალიშვილი მყავს რომელსაც მამაკაცი არ შეუცნიათ გამოგიყვანდა რაც კიდათ ის უკეთეთ აი კიდევ საინტერესო ამბავია აი ჩვენ გვაქვს ხოლმე ასეთი ისა რა ქვია ხდება ხოლმე რომ ახლა სხვა დროა აი მას ქრისტიანობა გაუგებს ასე სხვა დრო ქრისტიანობის სხვა დრო არ არსებობს ჩვენ მე ეკლესიაზე რომ გადავართ ვილაპარაკეთ ამაზე რომ ეკლესიაში ორი დრო მუშაობს რაღაც აზრით ასტრონომიული და ღირებულებით თუ გინდა ქალწულების შენარჩუნება ამას სოდომშიც კი შეძლო თუ გინდა მაგრამ თუ არ გინდა მაშინ საბაბისმეტი რა არსებობს ხო ამის ბრალია იმის ბრალია სინამდვილეში ყველაფერი ეს არის იმის ბრალია შენ მოგინდა აი ახლა სოდომელები პასუხობენ გუშინ თუ გუშინწინ თქმურად ხარ მოსული და დღეს სამართალს განაგებ აი აქიდან ვიგებ ჩვენო ლოც იტანენ სოდომში რაღაცის გამო ლოც აი მაგრამ როგორც კი ლოტი გაბედავს და ასე ვთქვათ რაღაცა სამართლის განაგებ ანუ რაღაცა სამართლებრივ ურთიერთობებში პოლიტიკურ ურთიერთობებში ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩაერება რომ თავის ჭუჭელში თავის დაჭუჭი არ დარჩება და ცოტა სამოღვაწეო იმას წინ წასებს ხო ლოც ამის უფლებას არ მისცემენ გაჩენ შენ უარეს დაგმართებთ აი ეს არანორმალურობა ეს ავადმყოფური დამოკიდებულება რომ ლოცას თუ უარეს დამართავენ რისი გარანტია აქვს რომ აბრაამი უარესს არ უზავს იმაზე უარეს ვიდრე იმ მეფეებმა უკნის მაგრამ უკვე ამ დროს ლოგიკას ვეღარ აკონტროლებ რატო რომ სექსუალური ფანტაზიით ახარ გადაცებული მეგობრებო ფსიქოლოგები ამას ამბობენ რომ ზოგადად ფანტაზიურობა ძალიან საშიშია მაგრამ ძალიან მზაკვარია და ძალიან საშიშია სექსუალური ფანტაზია რადგან სექსუალური ფანტაზიების დროს ადამიანი ვერ ახერხებს სხვარის დადებას სულ რაღაცა მეტი უნდა კი არ ვიტყვი მეტი უნდა ამ შემთხვევაში არ ვარ გაესიტყვა სულ უფრო რაღაცა სიახლეს ეძებს სექსუალურ ურთიერთობებში აი ეს ფანტაზია სექსუალური ფანტაზია სულ უფრო სხვა რაღაცებით გატაცებას მოითხოვს მისგან და თუ ამ სექსუალურ აი ფანტაზიას არის ადამიანი და იმიტომ რომ როგორ ფიქრობთ ახლა ეს ზოოფილია როა პედოფილია როა ის იქამდე მიდის ამ ფანტაზიის განვითარებას უწყობს ხელს და იმიტომ მივიდა იმ საშინელებამდე საშინელი რაღაცა მოხდა ხო ჩვენთან რომ დააპატიმრეს მშობლებიც კი იყვნენ ჩართული შვილების იმაში პორნო იმაში რა ქვია ბიზნესში პორნოს
ამაზე დიდი დაცემა და ამაზე დიდი საშინელება რა შეიძლება იყოს, რომ მშობელი შვილს ნაშვება, ხო, ნუ არზე უნდა იყოს უკვე საუბარი, ხო? აი, თითქოს და გვიკვირს, მაგრამ იქ ძალიან ნორმალურია ეს. აი, კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, როდესაც ეკლესია ამბობს, რომ ამის პროპაგანდა არ შეიძლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალდაზე ჩვენ რას გვიკვირს, სულ არ იქნება საკვირველი ჩვეულებრივი ცხოვრების ეს იქნება და ეს საშინელება, ეს აუცილებლად განადგურებას მოითხოვს. და აი აქ ამ ადგილას წმინდა წერილში წერია, რომ ამ სტუმრებმა ლოცხელი მოკიდესო შემოიყვანესო შიგნით, ხოლო მათ ვერ მხედველობა დამართეს, ანუ დაბრმავდნენ ეს სოდომები. აი დაბრმავება რას ნიშნავს? ნახეთ, მე დაწერე წმინდა წერილში, ესენი კი დაბრმავდნენ. მაგრამ სოდომელებზე ნათქვამია, რომ ესე იგი აბორგებულები არიან და ეძებნენო შესასვლელს, ლოთის სახლის შესასვლელს. ახლა წარმოიდგინეთ მეგობრებო ასეთი რაღაც. წარმოიდგინეთ, მივდივარ რაღაცის, აი მაგალითად, ან როგორ ვარ ყოველ წმინდა სამებამ დამიფაროს, მაგრამ აი პავლე მიდის, ჯერ კიდე სავლე, პავლე არ უნდა მეთქვა, სავლე მიდის, რომ ქრისტიანები ააწიოს, ხო? და დაბრმავდა. უცებ დაბრმავდა. სავლეს ახლა სულ არ ცხელა იმ ქრისტიანებზე გაგიჟებულია, კაცი დაბრმავდა. ახლა რაღაცის საქმეს აკეთებდა, რომ მივიდოდა, უცებ დაუბრმავდა. ახლა ის კი არ მახსოვს, რა მომივიდა, კაცო, გავგიჟდები. ესენი დაბრმავდნენ, მაგრამ აგრძელებენ იმის კეთებას, რისთვისაც ისინი შეიკრიბნენ. რაღაც არაგუნებრივია. აი ან ერთი უნდა ვთქვათ, რომ ისინი დაზომბირებული არიან, ან ერთი უნდა ვთქვათ, მაგრამ მეორე დეტალია, რომ შესაძლებელია ეს ვემხედველობა, მე ჩემი კერძო აზრია, მე არაფერს არ ვეყნობი ახლა, უბრალოდ ლოგიკურად ვამბობ, რომ ეს სიბრმავე გულისხმობს არა ფიზიკური თვალის სიბრმავეს. ან რაც მომწანეთ, ანუ დამბლავ, ანუ გონმიხtildeობა, ანუ ისა რა ქვია ეს შეურაცხადები გახდნენ რაღაცა ემსიკოთ, იმიტომ რომ საერთოდ ცნობილია, რომ სიკვდილს შეურაცხადი უფრო იოლად ხდება და უფრო იოლად გადააქვს სიკვდილი ვიდრე ნორმალური მას იმის ცოტა მას ბრძოლებია მე შეურაცხადი პირდაპირ პირისპირ მიდის სიკვდილთან და ნაკლებ ტკივნეულია და ფიქრობენ რომ რაღაცა აზრით ესე წყალობა იყო ღვთისასოდომელებზე. ლოთი ყველაფერს მიხვდება ვინ სტუმრობს მასთან, ესენი ანგელოზები არიან და მათი დავალების გასაკეთებლად გაჩქარდება. კიდე საინტერესო რაზეა ამათ შემოუწყონია ლოთის ისა და თან ეძებენ და ლოთი ამათ შორის გაივლის და გავა. თავის სასიძვებს ელაპარაკა, მაგრამ მაინც ფიზიკურ სიბრმავეზე მაინც არ უნდა იყოს საუბარი, ალბათ აი ამ გონებრივად დააჩუნგა ღმერთმა. და თან სასიძვებს მოუყვება, იმასაც უთხრა ანგელოზებმა, რა უთხრას ანგელოზებმა, რომ ღმერთი ამ ქალაქს ცეცხლით მოსმობს. და აი განსხვავება ლოცსა და აბრაამს შორის მეგობრებო. ლოცს დასცინია. ლოცს არ უსმენენ. აბრაამს ვერ დასცინიან, აბრაამს უსმენენ. რა მიაქვს საკითხის მეორე მხარე. მაგრამ აბრაამს უსმენენ, აბრაამის ღმერთის საინტერესოა. იგივე ღმერთს ხანდაკებს ლოთიც, მაგრამ ლოთის ღმერთის საინტერესოა. რატომ? იმიტომ რომ ლოთი იქ დასახდა, ლოთის მისიონერობა არის ის, რომ თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ფეხი აუწყოს რაღაცა პროგრესს და ასე ვთქვათ, ამაში იყოს, აი ამ დროშის ფრიალში იყოს წარმოდგენილი. ლოთს არ უსმენენ. ისი სამისიონერო სიტყვაა გაუფასოლებული. მსმენელი არ აქვს მას. დასცინებენ სიძეებს, სასიძოები და მიხვდება ლოთი, რომ მათთან საუბარი, ანუ იჩხაროს ასევე მითითების თანახმად, დაბრუნდება უკან და ხდება ლოთის გაყვანა. ახლა მე ვიცი რომ დღეს სიტყვა გამიგზავნა და დეტალებს აღარ მივაქცევ ყურადღებას, თუმცა მას თვითონ გაეცნობინა ბევრი საინტერესო არაფერია სათქმელი, გარდა სამი დეტალისა, პირველი გახლავთ ის, რომ ლოთს აჩქარებენ და სოდომს ტოვებს 4 პიროვნება. ეს არის ლოთი, ლოთის ცოლი და 2 ქალიშვილი. პირობა გადარჩენის არის, რომ უკან არ უნდა მიტრიალდე. უკან არ უნდა გაიხედო. ხა აწვივმა უფალმა ღმერთმა სოდომსა და გომორსა ციცლ და წუნწუბაი ცით გამოუფლისა მიერ. აი ეს სიტყვებია წარმოდგენილი წმინდა წერილში. უფალმა უფლისა მიერ ზოგადად ეს ყოველთვის ასეა, რომ მამა ძის მიერ სული წმინდაში აღასრულებს განაჩენს, ხო? ან წყალობას ან განაჩენს. საინტერესო არის რაღაცა გოგირდოვანი წვიმის წამოსვლა და ფიქრობენ ვულკანი იქს ამოფრქვევა მოხდა და აი ეს ორი ის. ანუ რა არის იცით? დასმინდა დავამბობთ იცით? რომ ეს აი ასფალტოსები, ანუ ძალიან ისეთი ადგილი არის, სადაც ასფალტის ის ძალიან
მფლობად არის და შესაბამისად გახურვების დროს შესაძლებელია მოხდა რაღაცა ამ გახურებული ლავის გადასხმა ნოთის ცოლზე, რომელიც შეტრიალდება უკან და მისი ასე ვთქვათ ერთ ფიგურაში გაშიშება მარილოვან სვეტათის შემდგომ იქცევა, როდესაც ეს მარილოვანი მინარევები, რომელიც აქ გაჩნდება, შეუერთდება მას და ამ სილუეტს გამოკვეთავს. ახლა წარმოვიდგინეთ 4 მორბის, ხო? უკან არ უნდა მიეხედო. ნოტის ცოლს რაც მოვიდა, მეგობრებო, ეს ლოს მერე უნდა გაეგო. ვინაიდან ისინი ერთმანეთს ვერ აკონტროლებენ 4 მორბის. და აი რაღაცა მომენტში რომ მორბიან, ხო? ნოტის ცოლი გაჩერდება და მოიხედავს უკან, ასიშავს მოიხედავს უკან. ეს არის თხრობა იმასთან დაკავშირებით, რომ რატო უნდა გამოიქცნენ ისინი სოდომიდან. სოდომიდან უნდა გამოიქცნენ, სოდომი უნდა დატოვა. სოდომის გადარჩენის წინაპირობა გახავს ის, რომ შენ სოდომიდან რომ გამოდიხარ, სოდომს კი არ წამოიწყონიები კიდე. სოდომი უნდა დაიწვას თავის მოგონებებთან ერთად. მთლიანად უნდა მოისპოს ის. და ლოთის ცოლი შეტრიალდება და ასიშნავს. მეორეჯერ გახსოვთ რა თხოვების, რა კიდე და აი მთელი ცხოვრება ამ სიმდიდრის ეგროვებაში ეალია და კიდე დაექცა და კიდე დაკარგა ყველაფერი და გახედავს ამ ყველაფერს. ლოთის ცოლი არ გახედავს ხსნის გზას საიდანაც მიიჭრავს. ახლა ლოთის ცოლი გახედავს იმას, რასაც კარგავს ეს ერთია და მე მეორეა, რაც თურმე მას შეიძლება ღმერთად მიაჩნდა. სწორედ იმას ვერ ცილდება. იმას ვერ წყდება. გამაშია საკ ყველაზე ძვირფას. და სწორედ ამიტომ ეს სავარაუდოდ ლავა გადაესხა მას, ის გამაგდა და შემდგომ ესე იგი მუდმა აღმოჩნდა. საერთოდ ძალიან საინტერესო საუბარი ლოთი ეუბნება ანგელოს, იცის უკვე ანგელოზია. რომ ანგელოზი ეუბნება ამ თაზე ადიო, ლოთი ეუბნება აი ქალაქიაო და ქალაქს ეგოს იმას შევაფარებ თავს. ქალაქი ლოთმა აი მაზრუნებიდან ქალაქი კი ამბობს იქ ვერ მიუასწრებო იქ, მაგრამ ანგელოზმა განაარსეს ლოთი სადად მიასწრებს, არა ლოთში ქალაქის მაცხოვრებლობა ისაც აბრაამში არ გაჩნდა, ის ძალიან ძლიერად არ გაჩნდა ლოთში. კიდევ ქალაქია, კიდევ რაღაცა ქალაქური ურთიერთობებია, სხვაგან არა, რაღაცა ეს კომფორტი, რაღაცა აი ეს თანამედროვე სიტუაცია, სხვანაირად ვერ იქადაგებს, სხვანაირად ვერ იცხოვრებს ლოთი. და ანგელოზები მისცემენ ამის უფლებას, თუმცა შემდგომ ლოთი მაინც დატოვებს ამ ქალაქს და ავა იმ თაზე, რომ თაზეც უფალი თავისი ანგელოზების ხელი და პირით მიუთითებს მას. მეორე საინტერესო მომენტი გახლავს მეგობრებო, ლოთის ლოთობა. ფიქრობენ რომ ქართული სიტყვა ლოთობა აქედან მოდის სწორედ. ლოთის ქალიშვილები იტყვიან რომ აღუდგინოთ თესლი მამაჩვენს, არავინ მათ ცოლად არ მოიყვანს, ნაწილი ფიქრობს რომ ცოლად არ მოიყვანს, იმიტომ რომ ჩათვლიან რომ წყეულები არიან როგორც სოდომიელები, რადგან სოდომი დააქცია ახლა და ის ქალაქები, მათგან გამოსული წყეულია სულ ყველა და ამიტომ არ იქორწინებდა. ნაწილი ფიქრობს რომ ლოთის ქალიშვილებმა გადაწყვიტეს რომ ღმერთმა გაიმეორა რაღაცა იმგვარი რაც ნოეს დროს მოხდა და მთელ მსოფლიოში მარტო ეს სამია დარჩენილი, ეს აზრი ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან მაშინ ლოთს მართლა არ უკადაგია და მართლა არ იციან ამათმა რომ ღმერთმა თქვა ნოეს ერთ-ერთი აღთქმა ნოესი, რითაც შემდგომ აი მელქისედეკის რელიგია რაც არის ჩვენ ვისაუბრეთ აბრაამისა და მელქისედეკის შეხვედრაზე, არის ეს სწორედ რომ ღმერთი აი ასეთ გლობალურ კატაკლიზმას აღარ გაიმეორებს და ეს ძალიან კარგად უნდა სწორდოთ. დაალევინებენ ღვინოს მამას, ერთ ღამეს უფროსი დაწვება, მეორე ღამეს უმცროსი დაწვება, ლოთზე ნათქვამია რომ ვერც დაწვლა გაიგო მათი და ვერც ათქომა და როგორც გითხარით ლოთი მართალთა შორის არის შერაცხილი და გარდამოცემა გვეუბნება რომ ლოთმა გაიგო შემდგომ რა საშინელებაც მოხდა, რომ ქალიშვილებთან წოლის ეს ინცესტის საშინელი წოდვა ჩაიდინა და სასმელს ანუ სმას მიყო ხელი და აი აქედან უნდა მოდიოდეს ქართული სიტყვა ლოთობა, როგორც ალკოჰოლთან დამოკიდებულება. შემდგომ საგამო გადამოცემა გვეუბნება რომ აბრაამის უშუალო ღვაწლით და მასზე მორჩილები და აბრაამის ლოთშით ლოთი განიკურნება ლოთობისაგან და ნუ ყოველ შემთხვევაში ამას გადამოცემის სფეროში გადაყვართ უკვე წმინდა წერილში ცხათი არ წერია. ჩვენი თხრობა კიდეს უნდა დავასრულოთ ერთი ამბის უწყებით, ხო სხვათა შორის აქაც საინტერესოა რომ ეს გადამოცემა რომელიც საუბრობს იმასთან დაკავშირებით რომ აბრაამ ლოთს დაავალა, გაეზარდა რაღაცა ხე ნერგიმისა და გაეზარდა ეს ხე რო გაიზარდა სამი მცენარე წარმოდგა ამ ხისგან ნაძვი, ფიჭვი და მესამე მცენარე
როგორ გითხრათ, აი ძველ ქართულში სუროა ერთ ადგილას დათქვამი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ეს სურო როგორ იყო, ეს სურო არ უნდა იყოს, რომელსაც ახლა ჩვენ წარმოვიდგენთ. ეს სამი სცენარი ამოვიდა აქედან და ამ ხეს შემდგომ მოჭრიან და სოლომონი ტაძრის მასალად უნდა გამოიყენოს და არ გამოიყენებს და ტაძარში დადებს და შემდგომ აი ამ ხიდან გამოკვეთავენ იმ ჯვარს, რომელიც ჯვარზეც ეცმება ჩვენი მაცხოვარი. ბატონო, აკაცია შეიძლება. არა ხო, არ დავა, კი ბატონო, შესაძლებელია არ დავა. აქ ხო, კი ბატონო, კი. აი ეს მე სულ რატო გამახსენე მე უბრალოდ ეს გარდამოცემა რატო მოვიტანე და ეს გარდამოცემა რას მინდა დავუკავშირო. ერთ-ერთ საავადმყოფო ტროპაში ჩვენ ვკითხულობთ, მეგობრებო, საავადმყოფო ტროპადაც იკითხება რა არის, ხო? ტროპასაგალობლები რა არის? ეს არის ის, სადაც ასახულია საეკლესიო ხედვა, მახსოვრობა და სწავლება. ხო, ჩვენ შეგვიძლია აი ლიტურგიკული საკითხავები ავიღოთ, ის შესხმა, ხოტბა, ტროპრები, რომლებიც წარმოდგენილია და მასში ნახოთ როგორაა განსხეულებული მთელი სწავლება და მთელი მახსოვრობა ეკლესიისა. აი ერთ-ერთ ტროპაში ვკითხულობ ასეთ რამეს, რომ გადიდებ ჩემ უფალო, საროსა, ფიჭუსა და ნაცვლსა ზედაამაღლებულო. ანუ ჯვარცმულო, აი ამ მასე რა ქვია, ამ მასალისაგან გამოთვლილი მასალისაგან ჯვარზე ესე იგი მომკვდარო. შესაბამისად აი ეს საკალობელი, საეკლესიო საკალობელი აი ამ გარდამოცემას იმარხავს, იმახსოვრებს და თავის ადიდებელში იყენებს. ბოლოსაც უნდა ვთქვათ, გახლავთ ის რომ უფროსი ქალიშვილისგან წამოვლენ მოაბელები, უმცროსი ქალიშვილისგან წამოვლენ ამონელები. მე უბრალოდ ახლა მე როცა საჭირო გახდება მასში გახსენებ, მაგრამ ჩემს სტუდენტებს ვავალდებულებ რომ ეს დაიმახსოვრონ, ვინაიდან ორივე ეს მოდგმა ისტორიული მტერი გახდება იმ მოდგმისა, რომელიც მოდგმაც წამოვა აბრაამისაგან. რაღაცნაირად ისეთი გააყოფა მოხდა, მოდგმაშიც მოხდა გაყოფა, ესე იგი განწვალება ერთმანეთისაგან აბრაამის მოდგმისა და ლოთისაგან წამოსული მოდგმისა. დღეს ამით დავასრულოთ, მე ვიცი დღეს ცოტა სიტყვა გამიგზავნა, მაგრამ ძალიან მინდოდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეს აბრაამის ცხოვრებაში და ბოლომდე წარმომედგინა თქვენ წინაშე ბიბლიური თხრობის ეს მონაკვეთი. ახლა თავისთავად ცხადია ტრადიციულად თუ გითხრათ თუ საჭიროდ რაღაცა კითხვები გაგიჩნდა და ეს კითხვები უნდა დასვათ ყურადღებით მოგესალმებით. კითხვა მაქვს იმ პროფილით ეკონომიკში ახსენეთ და დეტალი დამაინტერესა მაგრამ ნოეს წარღვნის შემდეგ აი წერია რომ მეთი მეტად აღარ მიყენებს ასეთ გლობალური ის აღარ იქნება. არა იქ ხო და იქ ისე წერია რომ ბუნების ძალებს ადამიანის გონიას წერია. როგორ წერია? გონი ასე მახსოვს. არა, სანამ იქნება ხნა, იქნება თესვა, იქნება მზე, იქნება ღამე, იქნება ზამთარი. ანუ აი ეს ბუნების ესენი მოყავს, მაგრამ ღმერთი ამბობს რომ ესე იგი სანამ ამ ყველაფერს არის დაკავებული, სანამ ეს სამყარო იარსებებს, სხვა ეს გლობალური იმას არ ვიზა. მან რა არის ისი ჩვენ მე ვილაპარაკეთ, შეიძლება ეს გახსენდება თქვენ რომ წარღვა რა იყო, ანუ ღრუბელი ისე არასდროს მოიქუფრება, რომ ზღის ერთმა სხივმა მაინც არ გამოაღწიოს მაშინ და ცის ატყელა სწორედ აი ამისი ის იქნება, ხო? ანუ ბუნებრივი პროცესები უთითამეთ კი, ანუ ბუნებრივი პროცესია სწორედ ეს, რომ ამ ცის მოკუფრულობა ბუნებრივი პროცესში აღარ იქნება ისეთი, რომ ცის სხივმა არ გამოაღწიოს. და აპოკალიფსში რაც არის არ წერილი, ალბათ ხმად ბოლოს მივაქვს, მაგრამ იქ არ არის ეს ბუნებრივი კატაკლიზმები და ამითი დაიჭრა. იქ არის ბუნებრივი კატაკლიზმები, მაგრამ არ არის გლობალური კაცობრიობის მოსასწრები. გესვით, აი აქ ნოე ერთი ოჯახი, ანუ როგორ არის ეს ნოემდე გვაქვს სასჯელი საყოველთაო და წყალობა ერთეულისათვის. აი ნოე შემდგომ ეს იცვლება, სასჯელი ხდება ლოკალური და არა ის რა ქვია გლობალური. რაც შეეხება ახლა დაგიბრუნდით რა. რაც შეეხება იმას, რა ქვია, იმას აპოკალიფსის შემთხვევაში, ხო, თავისთავად ცხადია, ჩვენ გვაქვს მითითებები, ციური ნათობების ჩამოცვენისა, დაბნელებისა და ასე შემდეგ. ხო, მიწისძვრები, ეს ბუნებრივი პროცესებია თავისთავად ცხადია, მაგრამ ის ბოლოში რაც წერია, ხო, ეს არის არა მარტივად ბუნებრივი პროცესების შედეგი, არამედ უშუალოდ ემოხვიდოდე უფალო იესო, ანუ უშუალოდ ღმერთი ცეცხლში, ანუ თავის იმაში გამოცვლის ენერგიებში გამოცვლის სამყაროს და იქნება ახალ სამყაროს კი არ შექმნის, არა, ამარსებულს გამოცვლის, იქნება ახალიცა და ახალი მიწა. ოღონდ ეს რაც არის. შენ ახალი რამე შექმნა არ იქნება. ანუ იქ იგულისხმება უბრალოდ გლობალური კი. ის შეიძლება მოხდეს ისე რა ბუნების ძალები. კი, როგორ კი, როგორ არა, თავის აი მაგალითად დღეს ამბობენ ხოლმე, ხშირად ამბობენ ხოლმე ისო, რა ქვია იმას.
მატომური ბომბები უკვე ინდონეზიაში შექმნილ კაცობრიობა შეიძლება გაანადგუროს. კაცობრიობა არ განადგურდება და ამის გარანტია არის ღმერთი. ვერ განადგურდება კაცობრიობა, გამოიცხადა. თვითონ ღმერთმა დადო ამის პირობა. თავის დავაცხადია, მასაზე კატასტროფას გამოიწვევს თავის დავაცხადია. მაგრამ კაცობრიობის განადგურების შეუძლებლობაც თვითონ ღმერთი თავისი სიტყვით ადასტურებს. აი მე როგორც მახსოვს იქ იყო კარლსონ გამოცილდებიან აბრაამის რა დავეკითხოთ აბრაამს რას ფიქრობს იმაზე ამ გამოცხადოს სად მივდივართ ხო ეთქვია კი მე დავიწყე ლუცი ხო არა ეგ მომენტი ის მომენტი რომ ეს ეგ უფალი ადამიანს კან ელოდება იმ ლუცვის იმას ხო აუცილებლად შემოხმიანებას ის ეხმიანებას უნდა ხო პასუხს აი მაცხოვარი ამბობს დგავარ კარსაზე და ვრეკო ხო ამ ცნობს ადამიანს მის სწრაფას და მის მეგობრობას ასე ვთქვა ხო კი თავის მოწყდა ყველაფერი ეს არის გამოხმაურება ანუ აი მთელი ისტორია ეს არის ისტორია იმისა ეხმიანება თუ არა ადამიანი იმ გამოხმიანებას რომელსაც ადამიანი ეხმიანება თუ არა ეხმიანებას გამოხმაურება ყოველთვის არის აი მაცხოველი უცებ ამბობს დგავარ და კარზე ვრეკა ეს იმას ნიშნავს რომ სანამ დრო გაქვს ეს კარი გამოუახე ამ კარის გამოღებაში მთელი ისა თორე მომოვად რომ ამ კარს თავისი ისა ჩამოვარდება თავის უკვე გამოუღებელი კარი ჩამოვარდება შენ პირისპირ დახვდები იმას ვისაც კარს არ უხებდი ანუ მთელი შინაარსი მთელი აზრი ადამიანის სულიერი ცხოვრების არის კარი გაუხსნა კი კარი გამართება კი მე უკვე კი თავის დავაცხადე მე უკვე ღმერთში იწყება უფროსე შენში იწყება საფრთხე ენერგიათა მოქმედება ჩვენ მასე კითხვა თქვენ საკმაოდ ბევრი საუბრეთ ლოცვაზე და როგორც აქ ისე ბევრ გამხდება ხო ამ ღმერთთან დიალოგის მომენტები საფრთხე წერილში და სულ ამ მომენტი მაინტერესებს როცა ამ დიალოგზე არის საუბარი აი როგორ უნდა გავიგოთ რა პროცესი მიმდინარეობს ანუ ეს არის დაუშვათ ადამიანის საკუთარ გულში რაღაც აზრებთან აქვს დიალოგი ეს არის რომ რაღაცა კითხვა დასვა და რაღაც გარე ფაქტორმა მინიშნება მიახვედრა რომ ღმერთს ეს უნდა თუ ეს არის დიალოგი აი როგორც მე და თქვენ საუბრობთ რომ თქვი და ხმა მომესმა ანუ რა ფორმით საუბრობს მინდა წერილი როცა ადამიანისა და ღმერთს შორის დიალოგი ზოგადად წმინდა თქვენ კონკრეტულად წმინდა წერილი გაინტერესებთ თუ ზოგადად ლოცვისას როგორ ხდება ეს თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში როცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ან წმინდა წერილში ამას ეს როგორ ხდება ამას მე ვერ გიპასუხებთ მე ზოგადად ლოცვისასაც ხდება ამაზე ვისაუბროთ უგედათ მაგრამ წმინდა წერილში რა არის იცით რაღაც აზრი თქვენი კითხვა დადის ამ დეტალამდე გამოცხადება რა სახით ხდება შეიძლება რაღაც დავამატო უბრალოდ აი რაღაც განცდა როგორი მოხდომი მაგასთან დაკავშირებით რა რაღაცას რო ვერ იგებდი ადრე და იგივეს კითხულობ და რაღაცა თითქოს გესმის აი რაღაც თითქოს უფრო განაწებული არის ის რა ანუ ეს არის რაღაც აზრობრივი დიალოგი რომ ჩათვლი რომ აი ღმერთმა მიმახვედრა ეს ხო არის ერთი ფორმა მეორე არის რომ ნიშანი მომეცი ესეც როგორ არ არის კი როგორ არის და ამას გეუბნები ესე იგი მე მაინც სხვა რამეზე მინდა თუ სხვა რამეზე ვამახვილებდი თქვენს ყურადღებას იმიტომ რომ თქვენ რასაც ამბობთ ეს უკვე ჩხალებში მეორე სერია ანუ როდესაც მე შევძლებ უკვე აი ამ ლოცვის ამ დიალოგის გამართვას ხო ამ დიალოგის გამართვის მე რა იქნება ვისთან როგორ ხდება ეს ძალიან კერძოა და ძალიან ინდივიდუალურია ანუ აი ახლა აბრაამი ლოცულობს ხო აი ამ გამოეცხადა აბრაამს ღმერთი და აბრაამი ელაპარაკება ღმერთს აი როგორ ხდება ამას მოთხოვნა გულის ხმა თუ მიკონკრეტებს წმინდა წერილი რომ ეს მოხდა განკურვებისას მიკონკრეტებს წმინდა წერილი ეს მოხდა ფიჭვის წვეროების შრიალისას თუ მიკონკრეტებს წმინდა წერილი ეს მოხდა სტუმრობისას მაშინ დაგელაპარაკე მაგრამ თუ ამას არ მიკონკრეტებს წმინდა წერილი ვერ არის საუბრობთ არ არის მნიშვნელოვანი როგორ მოხდა ანუ არა ყველას არ ხდება ისე როგორ ჭირდება მას აი მაგალითად მოგებთან ზოგადად მნიშვნელობა ამას რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა არა ხო ხებსებთან მოხდა ანგელოსით აი ხმეტო სადაც საჭირო იგეუნება რომ ესე მოხდა თავის თავაცხადია ანუ ჩვენ ლოცვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ აი ამ პირველ დეტალს ასეც ვისაუბროთ ლოცვისას მე აწარმოებ დიალოგს რომელიც დაწყებული აქვს ღმერთს უკვე მე ამ დიალოგში შევდივარ აი ეს როგორ გაგრძელება ის ამას როგორ გააგრძელებს ამას ხედავ მე ისე ლოცვისას ანუ ლოცვას არ წვეთ ანუ ეგ კითხვა რატო არის მნიშვნელოვანი თუ ჩვენი ამოცანა რომ დიალოგი ვაწარმოებთ ხო
ეს არაც ცალსახა მეთოდი ამ დიალოგისა ტოვებს მე დიდ ალბათობას, რომ მე შეიძლება საკუთარ ილუზიებს ავყვე. შეიძლება რაღაცა მართლა ჩვეულებრივი ბუნების მოვლენა ავიღო, რომ ნიშან ჩემი საკუთარი აზრები გამოვაცნო. ევაგრე პონტუელი პირდაპირ აი 153 თავი აქვს, მას პირდაპირ აქვს ნათქვამი. როდესაც ლოცულობ ყოველგვარი ცნობისმერის წარმოდგენაზე ამახდე. წამოსახვებზე, რაღაცა ბუნებრივ მოვლენებზე, რაღაცა ყველაფერი ამაზე ამახდე. ანუ სუფთა გონებით, ანუ ყოველგვარი მიუკერძოებელი გონებით იბოცე. ჩვენ ამ კითხვას ვსვავთ მე მესმის, მაგრამ თქვენ კითხვაზე ასე პირდაპირი პასუხი არ არის, იმიტომ რომ ეს მოიცემა გამოცდილებას და გამოცდილებაში ნახავთ თქვენ და მამები ამას ნახავენ, რომ ღმერთი მოქმედებს და შენ უკვე მოიხედა უკან ნანახია ღმერთმა იმოქმედა. ღმერთმა გააკეთა ეს. ანუ იმ მომენტში შენ ხარ ასე ვთქვათ, მოდი ვთქვათ ასე თანამშრომელი იარაღი, ამას ძალიან დიდი სულიერი გამოცდილება ჭირდება. რაღაცა გრძნობით, ანუ სიტყვაზე ვთქვათ, ახლა ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და წავიდეთ, შენ პირდაპირ მეტყვის, რომ აი მე და გიგი ხელი ჩავკიდეთ და ერთად გავედით, ხო? და ამ მოქმედებას აფიქსირებ, გესმის? ის მოქმედება ასეთი არ არის, ის რაღაცა სხვანაირია. იმას აი ამ განზომილებით, ამ პარამეტრით ასასრულებლად, ანუ როგორც კი ერთს კი გეტყვით ნამდვილად, ერთს კი გეტყვით, ანუ როგორც კი აზრად მოგივა რაღაცა ამას ღმერთი ხო არ აკეთებს, ხო? გააკეთე. თუ ღმერთი აკეთებს, კითხვა არ გაგიჩნდებოდა. ორჭოფობა არ გაგიჩნდებოდა. გააკეთე, თუ ღმერთი აკეთებს, ის რომ შეფხიზდათ იყავი, ღმერთი არ შეფხიზდა საოცრებლად საცხოვრებს, მაგრამ ვაიდა შენ ხიბლისაკენ და ვაიდა შენ რაღაცა შენი გონების იმისაკენ მიდიხარ, ხო? ზოგადად იმას აქვია აბატონოთი გვეუბნება. ახლა პირდაპირ თქვენ კითხვაზე არ არის ეს პასუხი, მაგრამ გააკეთე ის რაც არ გინდა და არ გააკეთო ის რაც გინდა, ანუ შენ სურვილებს არ აყვენ, შენი გონების იმას აქვია. ამა ეს იმას კი ანიშნავს. არავითარ შემთხვევაში ეს იმას ანიშნავს, რომ შენ არ უნდა იაზრო. არავითარ შემთხვევაში ეს ამას ანიშნავს. მაცხოვარი თავის ერთი კავშირი პირდაპირ გვავალდებულებს. რომ ჩვენ ლოგიკურად ვიაზრებთ. აი მაგალითად. ასეთი იგავი მოქვს. იგავი მოგარებს მითითება აქვს. იგავი მითითება აქვს. დასცინებენ ხო იმ კაცს რომელმაც სახლის შენება დაიწყო და არ დათვალაო შესაძლებლობები აქვს თუ არა შეუძლია სახლის შენება. ხო? დასაცინია ის მეფე რომელიც ქალაქის ასაღებად წავიდა და არ გათვალა ძალები აქვს თუ არა იმის ქალაქის ანუ გვეუბნება რომ პირდაპირ რომ ლოგიკური მსჯელობა გული შენ სახლის შენებას რო იწევ უნდა დათვალო გააკ ამის შენების თავი ჯარი რომ იყავს საუბრად გააკ ომის თავი ხო ანუ ეს ადამიანური ლოგიკის გამორიცხვას კი არ რაციონალური უნდა იყოს აუცილებლად ადამიანი არასდროს არ არის ზომბირებული და სინერგია სინუსია სინერგიაზე როცა საუბრობ ეს სინ ნიშნავს თანას არა იმას რომ რაღაცა ყლაპავს და ერთი რჩება არამედ ის რომ რაღაცასთან არის და ორივე რჩება ეს აუცილებლად ეს ქრისტიანული პრინციპული ისა კალკედონის კრების უპრინციპულეს განსაზღვრავებაზე დგას ეს რომ რაღაცას კი არ შთანთქავს რაღაცას კი არ იქცევა რაღაცას კი არა ორივე თავის სრულ დამოუკიდებელ ყოფობას ყვეთს მაგრამ ერთობაში აი უბრუნდები გიჩემს კითხავს აკაც გამოდის რომ რაში ჭირდება უფალს ლოცვა ადამიანს ხო ანუ აზრდები კითხები რომ ხო თუ გადასაწყვეტი იყო აცოდომი და გომორის განადგურება თუ რაღაცა იყო გასაკეთებელი ცხადის გადაწყვეტი ხო იცოდა რომ მაგალითად მარტო ლოტი და მისი ოჯახი ასე ვთქვათ იყვნენ ის გადასარჩენი ხალხი ასე ვთქვათ და მათმა კეთილინება რომ გამოისურვენ და იმიტომ გადარჩენ კიდევ იქ პროცესია ხო ხომ შეიძლება სხვა რაცა ექნა მაგრამ ეს ქალაქში გაქცეული იყო და ცოლი მოტრიალდა მაგალითად ხო იგია აი ანუ ის თქმა უნდა ეცეთ ღმერთს ადამიანი რატომ ეკითხება მანდა მაინც ამ იმას თუ იმის გაკეთება უნდა და აზრის აი ცდის არც ის აი პეტრე პირდაპირ გვეუბნება რომ ღმერთი არავის არც პეტრე მოციქული პირდაპირ ხო არა მაგრამ შედეგი რა არის აცნობა უბრალოდ ამას აქ არის სიტუაცია აცნობა ერთი ამას არის იარგაიდა და აბრამი ჩვენ მე იქით და შეხვდა როგორ ხდება ვიტყვით რომ აბრამი გადახედა ხომ დაფარული ქალაქებს და გადავა იქი წავა ყველა საცხობად გადაინდეს რომ სამადლის მოცილდება გაყორო პერიოდი ამას აბრამი ცედას გაიგებდა თავის თავად ხარი აქ ცნობაზე არ არის საუბარი აქ არის საუბარი იმაზე რომ
აბრაამის პერსპექტივიდან აბრაამი ადის კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე. ანუ ისააკის გამოსვლის წინაპირობაა. იქამდე უნდა მიიყვანოს კი. ანუ ეს არის პედაგოგიკა ღვთისა აბრაამთან, მაგრამ ამავდროულად არის პედაგოგიკა ღვთისა აბრაამის სახით ჩვენთან. რომ აი ეს ყველაფერი ხმარდება ღმერთთან ურთიერთობის, ანუ ღმერთთან ურთიერთობა რა ხდება? როგორია ღმერთთან ურთიერთობა? ღმერთთან ურთიერთობა არ არის რაღაცა მომენტამდე მიხვედი და გაჩერდი. დინამიურია ეს. ეს არის სულწინმავალი, სულავსებადი და სულსიხარულის კონტაქტი. არა, ვერა, გამომიწყობა. თქვენ თქვით რომ ლოტს დასცინიან და აბრაამს ვერა. ეგ იმის ბრალი ხო არ არის რომ აბრაამი უბრალოდ მოვა და ქალაქს დაგიწვავს და თავზე გადაგივის, ანუ მისი სამხედრო პოლიტიკური ძალიდან გამომდინარე ხო არ არის რომ აბრაამს ვერ დასცინიან, თორე სათქმელი ხო ერთ და იგივეა. კი, თქვენი კითხვა აბსოლუტურად გასაგებია, ორი პასუხი. პირველი, მე თქვენთან ვცდილობ მოვიტანო ის, რაც საეკლესიო ეგზეგეტიკაშია წარმოდგენილი და იქ მსგავსი არაფერი. ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი ეს იმას კი ანიშნავს, რომ ისტორიული რეალობა გავაუქმოთ. თქვენ ახლა ისტორიულ რეალობაზე მიმითითებთ, რაც რაღაცაზე უნდა ყოფილიყო თავის თავად. ჩვენ ნახავთ რომ იყო. ნახავთ ამას. შემდეგ შეხვედრაზე ნახავთ. და თქვენ კითხვას გავიხსენებთ. მაგრამ არის მეორე დეტალი, რომელიც აი ამ საეკლესიო ეგზეგეტიკის იმით გეტყვით, რომ მარტო ეგ არ იყო მეთქი ამის ამ თვალსაზრისით. აბრაამის წინაშე ქეთს მოიხრიან ქეთელები და ეწყვნენ ღვთიური მთავარი ხარ ჩვენ შორის. ანუ აბრაამის ღმერთი იხსაუბრა. შენი ღმერთი ის ღმერთია, რომელსაც აი ასე, რომლის წარმომადგენელსაც, რომლის ადეპტსაც ასე აქტიურად ჩვენ ვერ მოვიქცევთ. პირიქით, ძალიან დიდი პატივით არიან განწყობილები. ანუ აქ რაღაცა აზრით მათი რელიგიური აზრი მიმშრალული არ არის. არა, უძლებია რომ შენ ასეთი ძლიერი ხარ და ასეთი არა, შენ იმ ღმერთის სახარ, იმ ღმერთის ეს იმას კერძო ეს ხეთელი მონოთეისტი გახდა, არა, მონოთეისტი არ გახდა, მაგრამ აბრაამის ღმერთმა მის საზროვებაში დაიკავა ადგილი. ეს ფაქტია. თორე, რასაც თქვენ ამბობთ, თავის თავად ცხადია, სულთა ისტორიული, ანუ ბუკვალური რეალობით. რაღაცა მსგავს უნდა ყოფილიყო და ამის ანალიზს ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე შევხვდებით აუცილებლად. და ერთი კითხვა და მეც აღარ ანუ ეს ხეზე რო იყო საუბარი, რადგან მე ეს უნდა გააკეთო. ანუ ეგ გამიკვირდა ცოტა რა თუ ესეთი არტეფაქტია, რომელიც მამამთავრის დროიდან მოდის მე წმინდა ტაძარში დევს და მე იმისგან რომ ჯვარი უნდა გამოთანონ, რომელზეც დამნაშავე უნდა გააკრან, ეს რატო ხდება? ამ არტეფაქტმა დააკარგა მნიშვნელობა? გასაგებია. მე ხაზი გავუსვი, როცა საუბრობდი ხაზი გავუსვი საეკლესიო გარდამოცემა, რომელსაც საეკლესიო საქმისახურო ტექსტი არ დასტურებს. თქვენი კითხვა კი თქვენ კითხვაზე პასუხი კი უნდა გავიაზროთ იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც უკვე თქვენ ისაუბრეთ. ჯვარზე უნდა გააკრან დამნაშავე, ხო? და ვინ არის ეს დამნაშავე? დიახ, მაგრამ ისინი ხო ამბობენ, რომ ეს არის ცუმესია, ეს არის გასაგებია, მასზე რატო ხარჯავენ რაღაცა საკრალურ არტეფაქტს, რომელსაც ხელის მოკიდებაც არ თქვით უკვე თქვენ ეს უკვე თქვენ. ბუდიზმის მოგიწევთ, რანაირად შეიძლება საკრალულს ხელი მოკიდო კი რა შეიძლება ღმერთი მოკიდო. დაკარგულია ის. ეს საკრალულს ეს არის რაღაც ორი რაღაც აქტია. ეს არის იესო ნაზარელი, რომელიც ფშიერია, მეფე ვარო ამბობს და რომელსაც კაჩული რაღაც გორდით რო უთქავს, მიაკლავენ ჯვარზე და მორჩება. გესმით რა საქმე? ჩვენ მე ვისაუბრებთ ამაზე. ეს არის ტყუილი, რითაც ადამიანი ტყუილს თავის თავს. და იმ სიცუეში დევს ისა. თქვენ ახლა აქედან უყურებთ ამას, ახლა მე რო ვიცოდე, ახლა ჯვრის ნაწილი რო არის, ხო? იმ ჯვრის ნაწილს შეიძლება გადავაკვირდე კიდევაც. ვინმე ხალი არ მოგიტანს, ხო? მაგრამ მაშინ ამ არტეფაქტის აზრი უკვე დაკარგულია. აბსოლუტურად. არტეფაქტის აზრი ღმერთთან ურთიერთობს, ყველაფერი დაკარგულია. გესმით? თქვენ ახლა გაზომეთ ქრისტიანული საზომით და გინდათ ის ეპოქა იმას საკრად გაიასოთ. ეს საზომი ხარ გამოგადგება ჭყალებში საზომი. იმათ სხვა ღმერთი. იმათ ახლა ჩვენ ვისაუბრებთ რა. აი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.